სალამი მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი. ვანახლებ ჩემს გადაცემათა ციკლს. ამჯერად გიბრუნდებით გადაცემით პროექტი ვერიტას, თუმცა სხვა გადაცემათა ციკლის ასევე შევაძალაში უახლოეს მომავალში და ჩვენი სეზონის პირველ სტუმრად გთავაზობთ რომან აფაკიძეს. რომან, მიხარია რომ ჩემთან ერთად ხარ. დიდი მადლობა ირაკლი მოწვევისთვის და ჩემთვისაც ყოველთვის დიდი სიამოვნებაა შენთან სტუმრობა. დიდი სიამოვნება შენი მასპინძლობა. ასე ვიტყოდი. და ჩვენ გამომდინარე იქიდან, როგორიც არის ჩვენი სტუმრის კომპეტენცია და ღრმად ფილოსოფიური, დედუქციურია აზროვნება და ანალიზი, ესეთი საინტერესო თემა შევარჩიე, რომელიც საკმაოდ საინტერესო წიაღსვლების გაკეთების საშუალებას მოგცემს. თავარი კითხვა ალბათ აი ამ ჩვენი დისკუსიის არის რა არის ჭეშმარიტება. მაგრამ თავისთავად ცხადია, არც მე და არც შენ არ მივცემ თავს უფლებას, რომ გამოვავლინოთ რა არის ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ესეთი რთული კითხვაა და რთული პასუხია, რომ ყველასთვის მისაღებ ჭეშმარიტებას ალბათ ვერ მივაკნებთ, ხო? მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო არის სუბიექტური ჭეშმარიტება. ანუ ადამიანისთვის სულ არის მნიშვნელოვანი მის პირადი პრიზმიდან დანახული საგნები, მოვლენები და აი ამ პირად აღქმას არ შეიძლება ვუწოდოთ ყოველთვის ირაციონალური ინტერპრეტაცია. ეს პირადი აღქმები ზოგჯერ წარმოშობს ჭეშმარიტებათა მთელს კონსტრუქციებს, როგორც ხელოვნებაში, პოლიტიკაში, სოციალურ რაღაცა მოძრაობებში. ყველა დიდი სოციალური მოძრაობა ერთ დროს რაღაცა გონიერი ინდივიდის მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური სუბიექტური ჭეშმარიტება იყო, რომელიც შემდეგ ტრენდის შემდეგ შეიძლება გახდა რაღაც ობიექტურ ჭეშმარიტებად. და რას ვუწოდებ ჩვენ ობიექტურ ჭეშმარიტებას, აქედან გამომდინარე, თუკი მთელი კაცობრიობის ისტორია შეიძლება ითქვას გამარჯვებულთა ჭეშმარიტება. გამარჯვებულთა ჭეშმარიტება. რა არის მაშინ ობიექტური ჭეშმარიტება? მოდი ჯერ სანამ აი ესეთ სუბიექტურ ჭეშმარიტებებზე ვიაზროვნებთ და ჩავაანალიზებთ. რას უწოდებ შენ ობიექტურ ჭეშმარიტებას? ძალიან საინტერესო თემით დაბრუნდი ეთერში და მართლა მიხარია რომ მაქვს, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამაზე არ იფიქროს ჩემი აზრით და რა თქმა უნდა მეც მიფიქრია ამაზე. თუმცა შეგრძნება იმის, რომ რამე ახალი ვიცი, რაც აქამდე არ თქმულა, ესეთი ნამდვილად არ მაქვს ამ შემთხვევაში. იშვიათად მაქვს ხოლმე, თუ მაქვს არც მახსოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ რეალურად ყველაზე რთულად მოსახელთებელი რამეა ეს. და თუ მაგალითად ყველაზე ახლოს მდგომ რაღაცას ავიღებთ ამასთან ჭეშმარიტებასთან, ხო, რაღაცა ჩვენ საუბრობთ ყველანი არსებობის შიგნით, ხო, ანუ ჩვენ ვარსებობთ და იმიტომ საუბრობთ ამაზე, იმიტომ შეგვიძლია ამაზე ზოგადად მსჯელობა. და არსებობაზე ფიქრი ჩემი აზრით უფრო ადრე ნამდვილად არ მახსოვს. დაუწყია თუ არა ვინმეს, მაგრამ დაიწყო არისტოტელემ და რაღაც კარგახნით გაყინა კიდევაც, ხო, ეს რაღაცა მეოთხე წიგნში მეტაფიზიკის. ის საუბრობს არსებობაზე როგორც ასეთზე. და მიდის ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე ჩემი აზრით, რომ არსებობა ყველაფერი იმისგან რისი შესწავლაც ფილოსოფოს შეუძლია, გამოირჩევა იმით, რომ მისი კატეგორიზება არ არის შესაძლებელი. აი მაგალითად შენ შეგიძლია ჭიქის კატეგორიზება, ის ჩასვა რაღაცა ჭურჭლის კატეგორიაში. იქ მედიცინაზე და ჯანმრთელობაზე საუბრობს, ხო? რაღაცა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რაღაც ვაშლი, ხილია, საკვებია რაღაცა, ანუ რაღაც კატეგორიებში ნებისმიერი არსებული რამე ექცევა, მაგრამ თვითონ არსებობა როგორც ასეთი. ამის კატეგორიზება, აი რასთან უნდა გააერთიანო ეს ვერ ხდება.
შესაბამისად, ამის მერე გაჩნდა, რომ აი არსებობას არ აქვს საერთოდ განსაზღვრება, ანუ შეუძლებელია ამის განსაზღვრების მოცემა, იმიტომ რომ არსებობა არის თვითონ განმსაზღვრელი, ანუ ის რაშიც ჩნდება კატეგორიები. ხო. რაშიც ჩნდება ორიენტირები. ეს ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მიგნება, მართლა თუ ჭეშმარიტებაზე ვლაპარაკობთ, ხა უნდა გამოვყოთ ალბათ ორი დონის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხო, ამასთან მიმართებაში ერთი მეცნიერული ინსტრუმენტი, სადაც ვცდილობთ, რომ აი ამ სუბიექტურობას ზუსტად გავექცეთ და ამ დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მატერია ჭეშმარიტება, თქვათ, ხო, აი ნამდვილად ჭეშმარიტად არსებობს, ხო? ან, რა ვიცი, თუნდაც კვანტური ველების არსებობა არის ჭეშმარიტება. ამის დადგენა ესე ზუსტად ახლა ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ ნულისკენაც მიდის ახლა მეცნიერება. და აქ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებზე, რომლებიც სუბიექტური საერთოდ არ არის, ხო? ხო, არსებობს და ისეც არსებობდა ეს სამყარო, ხო? როცა მასში სუბიექტები არ არსებობდნენ. ანუ არაფერი ცოცხალი, რასაც აზროვნების უნარი აქვს, თითქოს არ არსებობდა, მაგრამ მანდაც ძალიან საინტერესო თემა ამასთან მიმართებაში, სიცოცხლის განსაზღვრებასთან მიმართებაში, დარვინის როლი, იგივე ბიოლოგიის განვითარებაში, ხო, ამის გადაჭარბება ჩემი აზრით შეუძლებელია და დარვინს თუ დაკვირვები ხარ, არსად არ აქვს ტერმინი სიცოცხლე. ანუ უბრალოდ ესეთი ტერმინი არ აქვს. ის ძალიან ზუსტი ადამიანი იყო. დარვინი როგორც წესი სიცოცხლეზე წერდა ესე ბიოლოგიური ცოცხალი ორგანიზმები. ბიოლოგიური ცოცხალი ორგანიზმების ცნების შემოტანა როგორც ჩანს ნიშნავს, რომ დარვინს არ ჯერა, ან არ არის დარწმუნებული, ესე უფრო სწორი იქნება, რომ არაბიოლოგიურიც არაცოცხალია. იმიტომ რომ რაღაცა საერთო მახასიათებლები ჩვენ გვაქვს. იგივე, რა ვიცი, ელექტრონის მიისწრაფვის ნაკლები ენერგოდანახარჯის მდგომარეობისკენ, ხო? თქვათ რაღაცა ბირთვიდან შორს ბრუნავს მეორე წრეზე, თქვათ ელექტრონებისთვის განკუთვნილზე, ის ცდილობს, რომ ჩავიდეს ამოაგდოს ქვედა წრეზე, პირველ წრეზე მბრუნავი ელექტრონი, ამოაგდოს და ის ნაკლები დანახარჯი ქონდეს ენერგიის. ხო, ეხლა ცდილობს ძალიან ისეთი ნათქვამია, ეს ჩვენი აღქმა, ხო, ცდილობს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მიდრეკილება ამისკენ ელექტრონის დონეზეც კი არა, რაღაც უმცირეს ნაწილაკზე ვლაპარაკობთ. ეხლა ამისკენ აქვს, ხო? ეს თვისება ცოცხალ ორგანიზმებშიც არის. ხო, ანუ რაღაცა ენერგო ეფექტურობისკენ მიისწრაფვის ყველა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, იმიტომ რომ რაც მეტ ენერგიას ხარჯავ, მით რთულია, მოკლედ საკუთარი არსებობის შენარჩუნება, ხო? და ეს ამ დონეზე გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია აი ამ არისტოტელეს პარადიგმაში არსებულის პარადიგმაში გავაერთიანოთ ცოცხალიც და არაცოცხალიც. და მე მგონია, რომ თუ მეცნიერებისთვის მატერია, პიტერსონი ამბობს ამას მაგალითად, რომ თუ მეცნიერებისთვის მატერია ჭეშმარიტება, ხო? მაშინ გამოდის, რომ ჭეშმარიტება ასევე ფუნდამენტური ის not only matter but what matters. ანუ ამბები, ხო? ანუ რაღაცეები რაც ხდება ამ სამყაროში, ესეც ჭეშმარიტება, ანუ მიმართებები ამ არსებულ რაღაცეებს შორის, ხო? რაღაც რაც არსებობს, მათ შორის მიმართებები. ეხლა არსებობა არის თუ არა ზოგადად თავისთავად დამოუკიდებლად არსებული მოვლენა, ამის დადგენა საკმაოდ რთულია. იმიტომ რომ მაგალითად ფიზიკაში რო წამოვიდეთ და აინშტაინთან რომ მოვიდეთ, აინშტაინის პირველი კითხვა რა იყო, რომ წარმოიდგინე, რომ შენ მოძრაობ ფოტონზე უფრო სწრაფად. ხო? ფოტონის და ამ დროს რა ხდება? მოდი ესეთი რაღაცა რო წარმოვიდგინოთ, ფოტონი რომელიც მოძრაობს კოსმოსში, მისი მოძრაობის დადგენა შეიძლება. მაგრამ ფოტონი რომელიც მოძრაობს ღია კოსმოსში, ცარიელ სივრცეში,
კოსმოსში, რომელშიც ფოტონის მეტი არაფერი არ არის. შეგვიძლია თუ არა მისი არსებობა დავადგინოთ საერთოდ. ხო? ანუ მაინც გამოდის, რომ აი ეს თავისთავად არსებობა ქმნის მართლა, როგორც არისტოტელე ამბობდა, მიმართებებს, რომელშიც მერე ჩნდება უკვე ის ჭეშმარიტებები, რომლებსაც შევლაპარაკობ. ანუ ამბები, ხო, ფაქტები. თუმცა აი ამ ფაქტების ჭეშმარიტებასაც აქვს თავისი უცნაურობა. ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ფაქტები შეიძლება თუ არა არსებობდეს მნიშვნელობის გარეშე. მე რო ეხლა შენ დაგიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც უბრალოდ ფაქტების ჩამონათვალი რო გავაკეთებ, ხო, რაღაცა უბრალოდ როგორც არანაირი კონტექსტური დატვირთვა არ იქნება, შენ ეს არ გაინტერესებს, ხო? ანუ შენ ამის მიმართ, ანუ ზოგადად ფაქტი საინტერესო არ არის თავისთავად. ფაქტი საინტერესოა იმ კონტექსტში, რომელშიც რაღაცა მას აცნობიერებს, ანუ ჩემთან მიმართებაში რა ხდება. აი ეს მიმართებებია ჭეშმარიტება. და გამოდის, რომ ამ დონეზე ფსიქიკური რეაქციებიც ჭეშმარიტია. ხო, მაგალითად ტკივილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტკივილი მატერიალურად არსებობს. ალბათ შეუძლებელია ამის თქმა. არ ვიცი, ალბათ რაღაცა ჰორმონები, რაღაცა მედიატორები ამის გადამტანი და ამ ინფორმაციის გამავრცელებელი შეიძლება არსებობს. ბიოქიმია არის ალბათ. ხო, მაგრამ შენ არ შეგიძლია თქვა, რომ აი ეს კონკრეტული მედიატორი ტკივილს ნიშნავს, როგორც ასეთი, ან თავის თავში ტკივილს ატარებს. ხო? და გამოდის, რომ ფსიქოლოგიური რეალობებიც რეალობებია, ჭეშმარიტებებია. ხო, აი რომელ დონეზე ვლაპარაკობთ, აი ეგ არის, ხო, ჩემი საინტერესო ასპექტებს გაუსვი ხაზი. აი აუგუსტ კონტს აქვს თითქოს კაცობრიობის განვითარების ერთგვარი სამი ეტაპი აღწერილი, ხო? პირველი ესეთი რაღაცა თეოლოგიური ფაზა, მეორე მეტაფიზიკური ფაზა და მესამე ემპირიული ფაზა. ნუ ამ ფაზით ის ცდილობდა, რა თქმა უნდა, ახალი სოციოლოგიის როგორც მეცნიერების ერთგვარ ლეგიტიმიზაციას, ხო? ახლა მას როგორ გამოუვიდა აი ამ თავის ნახევრად ფილოსოფიურ, ნახევრად ემპირიულ მტკიცებებში სოციოლოგიის დადასტურება სხვა საკითხია, მაგრამ საინტერესო თავისთავად აი ამ კაცობრიობის აზროვნების განვითარების აი ამ დაგვარი ეტაპების წარმოდგენაა. და ყველა ეს ეტაპი რაღაცა გაგებით აზროვნების რაღაცა სტრუქტურას გულისხმობს. ანუ ეს სტრუქტურა დაკავშირებული არის ცოდნის არქიტექტურის სიმყიფესთან, ანუ ნაკლებ ინფორმაციასთან, თუ ცოდნის არქიტექტურის ცვლილებასთან, რომელიც ან ინფორმაციის მოსვლასთან ერთად მოდის, ან კიდევ ძალიან საინტერესო ახლა რომ მოვიხმაროთ იუნგი, რომელიც ამ ცოდნის არქეტიპებს ერთგვარად კოლექტიურ გონის მნიშვნელობით გულისხმობს, სადაც ადამიანებს აი ეს ცოდნა თითქოს და რაღაცნაირად როგორც არქეტიპები ისე მოსდით და აი ამ კულტურის გაზიარება არ არის უბრალოდ მიბაძვა და ინტერპრეტაცია, რაღაცა ფსიქიკაშიც აისახება ეს. ანუ კაცობრიობის, ცივილიზაციური კაცობრიობის განვითარებასთან ერთად მარტო ცოდნის დაგროვებამ შექმნა ობიექტურობაზე მსჯელობის მექანიზმის სრულება, თუ თავად აი ეს რაღაცა აღუწერელი პროცესი არის, რომელიც აი ამ ჭეშმარიტებაზე მსჯელობას უკვე სხვა ინსტრუმენტებით გულისხმობს. აი იქ მეტაფიზიკურში შემოვიდა ფილოსოფიური ენა და ეს ფილოსოფიური ენა ცდილობს, რომ აი სხვა ინსტრუმენტებით აღწეროს. ხო? ანუ ჯერ კიდევ დათვლადი, განმეორებადი, შემოწმებადი, ასე თქვათ, ფაქტები არ არის მსჯელობაში და ანალიზში. ანუ არის საშუალება ესეთი ფილოსოფიური სპეკულაციები, როგორი სამყარო უნდა იყოს, აი დემოკრატიაზე საუბარი რუსოს და ამის და იმის, მაგრამ მაინც რაღაც ისტორიულ ანალიზს ეფუძნებოდა რაღაცეები. და აქ კიდე უკვე შემოდის ისეთი რაღაცა, რომელშიც აი ამ ემპირიულ ნაწილში აი საზოგადოების მოწყობის თეორიები, იმიტომ აღარ აგვაქვს, რომ ემპირიულ ნაწილს ესეთი რაღაცა თავისთავად მსჯელობით ინსტრუმენტს ესეთი რაღაცა ესმის, რომ
არ შეიძლება რომ კონდეს. უნდა იყოს კონკრეტული, უნდა იყოს საგანძე, უნდა იყოს რაღაცა თეორიაზე, უნდა იყოს რაღაცა მოვლენაზე, მოიცა საზოგადოების არქიტექტურის მოწყობაზე, როგორც ეს მარკს ქონდა. მსგავსი რაღაც ახლა ვიღაცამ რომ დაწეროს, რა ვიცი მე, ამ დიდ დროს დაკარგოს, მაგრამ არის თუ არა მსგავსი ამბიცია, როგორც ასეთი დღის შესაძლებელი. აი შენ როგორ ანალიზი გააკეთებ? აი ეს კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ჭეშმარიტების ინტერპრეტაციის მექანიზმი როგორ იცვლებოდა და რა ცვლიდა და ემპირიამ რომელიც თითქოს და უკვე გვაქვს აი როგორც ობიექტური ჭეშმარიტება აი როგორ შეიძლება ამას გამართო ობიექტურ ჭეშმარიტებას მას შეუძლია გაიმეოროს იგივე ექსპერიმენტი და გიჩვენოს მაგალითად რომ ეს ესეა ამ ემპირიამ დაასრულა გამათი ამ ემპირიამ შემოიტანა ჭეშმარიტების ისეთი განზომილება რომ აი ჩვენ მივაგენით მე მგონი ესე არ არის ხო? ნამდვილად არ არის ესე და მანდ მე დავესესხები ჯიდუ კრიშნამურტის. რომელიც სხვადასხვა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა ყოველ შემთხვევაში აი ამ შვეიცარიის სერიაში. ეს 17 ლექცია წაიკითხა ხო მე მოგიგეთ. ძალიან ბევრს საუბრობდა ამ observer დამკვირვებლის მდგომარეობაზე. არის თუ არა ემპირიული მეთოდი, სუფთად დაკვირვებითი მეთოდი. ხო, ეგ კიდე მეორე რთული ამოცანა მეცნიერების, კი. ჯიდუ ფიქრობს, რომ არ არის. იმიტომ რომ როცა მე ვაღიზიანებ რეალობას, ანუ ექსპერიმენტი რა არის, რომ როცა მე რეალობას ვუსვამ კითხვას, რათა გავიგო ის ამაზე როგორ ვიპასუხებს. მაგალითად წყალი გავზომე თერმომეტრით. ჩავდე თერმომეტრი წყლის ტემპერატურა შეიცვალა. ხო. ანუ როცა მე ამას ვაღიზიანებ, იმან შეიძლება ერთი და იგივე დამიბრუნოს პასუხი მუდმივად, ხო? ან სადღაც ერთი დამიბრუნოს, სადღაც მეორე დამიბრუნოს. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს თუ არა რომ სამყარო ისეთია თავის აგრეგატულ მდგომარეობაში, თუ მას კითხვას არავინ არ უსვამს. ხო? ადამიანს არ არის ისეთი თუ მას კითხვას არავინ არ უსვამს. ხო, მაგას მიხვდა რომ ანუ როცა შენი დაკვირვება არის ჩარევითი, რეალურად გამოდის რომ ეს მეთოდი შეიძლება კი მისი უპირატესობა რამდენად არის რომ იჯერებ მარტო იმას სადაც მუდმივად ერთი და იგივე პასუხს გაძლევს ეს რეალობა მაგრამ დაკვირვება მაინც ალბათ უფრო სხვა რაღაცაა როცა მე კითხვას კი არ უსვამ როცა მე უბრალოდ ვაკვირდები ანუ ბუნებრივ პირობებში თავის თავში როგორი არის ეს სამყარო და ამისთვის რა მექანიზმები გვაქვს ჩვენ ანუ რა რეცეპტორები გვაქვს საერთოდ ამისთვის ხო ანუ რა დონის ჭეშმარიტებების დანახვა შეგვიძლია ჩვენ ხო ანუ ეხლა ხომ ვერ იტყვის რომ ხილის კატეგორია როგორც ასეთი არსებობს ანუ სამყაროში თუ რამე არ არსებობს ეგეთი რაღაცა ეს არის ხილი მაგრამ ვაშლი მსხალი და ასე შემდეგ ამ კატეგორიაში ჩვენ გაერთიანებული გვაქვს და ეს ხო არ ნიშნავს უკვე იმას რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ეს რეალობა ჩვენს წარმოდგენებში ჩავსვათ ჩვენს წარმოდგენებს მოვარდოთ აქ ეხა ჰაიდეგერთან მივალთ და ძალიან ისეთი რთულ ეტაპზე გადავა საუბარი, იმიტომ რომ ეს დიზაინი ძალიან რთულად გასაგები რამეა. ანუ ეს ძირითადი იდეა ალბათ ჰაიდეგერის, ხო? რითიც ანუ ის რაზეც არისტოტელე და ყველა სხვა ამბობდა, რომ არსებობა არის თავისთავად აზრის წარმომქმნელი სტრუქტურა, კატეგორიების წარმომქმნელი სტრუქტურა და ასე შემდეგ და არსებობის განმარტება შეუძლებელია. ჰაიდეგერმა იფიქრა, რომ ჩვენ ეს დისკუსია არ უნდა დავტოვოთ ესე, ანუ მთელი რაღაცა, ხო, ჰეგელის ლოგიკაც ფაქტობრივად მიაკუთვნა იმას, რომ ამ კონტექსტის ბოლო დიდი ნაშრომია, თითქოს რაღაც წერტილია, თითქოს ესე ეხედავს, ხო, ამას. მაგრამ თვითონ შლის არსებობას სამ რამით. ხო? ანუ არსებობა თავის თავში, ანუ მე ჩემში ხო, რაღაც აი მე როგორც არსებული როგორ ვიაზრებ, როგორ ვიმეცნებ, როგორ შევიგრძნობ ჩემს არსებობას. ხო, შეიძლება საერთოდ შემეცნებასთან არ იყოს დაკავშირებული. ანუ ნივთი თავის თავში ესე ვთქვათ, რა არსებული თავის თავში ეს მეორე არის არსებობა არ არსებობს ეგრე, ანუ აი ეს აინშტაინის ეს რო ახსენეთ, რომ სიცარიელეში მოძრავი ფოტონის დადგენა საერთოდ შეგვიძლია თუ არა და ალბათ არა, მეც მაგაზრზე ვარ, რომ უფრო არა ვიდრე კი. შესაბამისად,
მე სამყაროში, ანუ მე რაღაცა არსებობა რაღაცეებთან მიმართებაში ეს არის ხო და ზეიმ. და მესამე ნაწილი არსებობის ჰაიდეგერის მიხედვით არის მე სამყაროში ოღონდ უკვე მე როგორ მანიფესტირებ, მე როგორ სამყაროში, ამიტომ არის ეს დაზაინ ყოფიერება არის თუ არა ზუსტი თარგმანი, მე ხო გერმანული სპეციალისტი ნამდვილად არა ვარ და კარგი იქნება თუ ამ თემაზე და ზოგადად ახლა ეს ეგზისტენციალიზმის თემით თუ დაინტერესდები და რაღაცას კიდევ მიუძღვნი ამას, ალბათ ჯობია ვიღაც არ მაინც აქ გერმანულში მაინც ეს დაზაინ რას ნიშნავს როგორი იქნება მისი ზუსტი თარგმანი, ხო? ყოფიერება ალბათ არის კარგი თარგმანი ამისთვის, მაგრამ მე მგონია რომ უფრო რუსული კალკით თარგმნილი რაღაც ბიტიო, ხო, რაღაცა ეგ ანუ აი ეს დას რამდენად იკითხება ამ იმაში, ხო? ანუ ყოფნა როგორც ზმნა ალბათ. მე ესე ვთარგმნები, აი ყოფიერება ალბათ ეს უნდათ რომ გამოვიდეთ. მე მგონი ჰაიდეგერი ამას ყოფნა როგორც ანუ მე როგორ ვმანიფესტირებ უკვე ამ სამყაროში, მე როგორ გამომაქ ჩემი თავი ამ სამყაროში და გამოდის რომ თვითონ არსებობა არის განა ეს ცალ-ცალკე სეგმენტებია და ცალ-ცალკე არსებობს, იმიტომ რომ სამყარო ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის ალბათ ისეთია, როგორიც მასში ინტეგრირდება ეს სამყარო. ხო? ანუ რამდენად გვაქვს ჩვენ საერთოდ აი ამ ობიექტურ ჭეშმარიტებებთან მისვლის შესაძლებლობა. ზუსტად ამ კითხვას ვიჭიდო, რომ კი, კარგი, აი გავაღიზიანებ მე ამ ჭიქას რა. ხო, რაღაცა დავამტრევ და ვნახავ როგორ დაიმტრა ან რაღაც ეგეთი, მაგრამ როცა ვამტვრევ, მე ვკარ ნახობ ამას თითქოს რა უნდა გააკეთოს ამ სამყაროს რა. მაგრამ თავისით რა მოუვა ამ ჭიქას. დაიმტრევა? ხო, ფაქტია, რომ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ენტროპიის მეორე კანონი ყველაფერზე მოქმედებს, მაგრამ მათ შორის ამ ჭიქაზეც. და თუ ამ ჭიქას არ მოვიხმარ, ხო? გატყდება ეს ჭიქა აუცილებლად და ეს გატეხვა იქნება თუ დაშლა იქნება, დაიშლება ატომები შეიცვლება მასში რაღაც, ანუ ხო ხტები? ეს სხვადასხვა მეთოდებია დაკვირვების რა. და აი ეს რამდენად შეგვიძლია ჩვენ რომ ობიექტურები ვიყოთ ამაში. მე მგონია რომ რაღაც დონეზე კი, ანუ აი იმ დონეზე სადაც ყოფნა სამყაროში არის ეს, ანუ მე როცა ვიაზრებ რომ მე მარტო ჩემ თავში კი არა ვარ, არამედ მე მაინც სამყაროში ვარ, სანამ აი მანიფესტირებას დავიწყებ, თითქოს ცენტრი ეგ არის რა. და მე აქედან გამომდინარე თუ ფსიქოლოგიისანი თუ ლაპარაკებთ და რა ვიცი იუნგს აი ეხლა ხშირად ხმარობენ ტერმინს ავთენტურობა, ხო? აი ეს ჩემი ავთენტურობის გამოვლენა როგორ მოხდება? ჩემი აზრით მეორე ნაბიჯია, მაგრამ აი ამ ავთენტურობის წერტილში ყოფნა ყველა ვართ თითქოს ამ წერტილში, ანუ თითქოს ამას სად ვერ გაიქცევი, აი რაღაც როგორც ლაუძე ამბობს, მაგალითად ბალახი თავისით იზრდება. თითქოს აი ეს pure არსებობა, ნამდვილ არსებობის მოუძ, თითქოს ვერ გაიქცევი, მაგრამ მე როგორც კი მძიმდება ეს. ხო, რაღაცა თვისებებით, სურვილებით, იმპულსებით, შფოთვით, ათასი რამით აი ამ შფოთვას რა წარმოქმნის ზუსტად ეს აი ეს გაგება რომ მე ვარ სამყაროში, მე ვარ მეორე ჩემზე უფრო დიდ რაღაცაში, ხო? და საშიშია ყოფნა. ანუ ესე აღუდგა, იმიტომ რომ მე ვარ პატარა ნებისმიერი არსებული. არის აი ამ არსებობის ზღვაში პატარა წვეთი, ხო? რომელიც კი თუ სამყაროს ჰოლოგრაფიულობაზე ვილაპარაკებთ, ყველა ნაწილი ატარებს ინფორმაციას მასზე როგორც მთელზე, მაგრამ მე ვგრძნობ ამას, მე ვიცი ეს, ანუ აი ეს ხო ძალიან რთული რაღაცაა და აი ეს ჰაიდეგერის აი ეს ცდელობა, რომ აი ეს მოიაზროს ზუსტად, რომ აი ეს მე სამყაროში არსებობა სამყაროში როგორია, ეს ყოფიერება რას ნიშნავს და ეს დაშალოს, მთელი ეგზისტენციალური სკოლა დგას ამაზე, ხო? იქ მე უამრავი ვიღაცა შემოდის, მაგალითად ბარუხ სპინოზა, ჩემი საყვარელი შენიც მოაზროვნე, ხო, რომელიც ამბობს, რომ გახსოვს სპინოზას ეს ფრაზა
ყველაფერი არსებული მიისწრაფვის თავისი არსებობის გახანგრძლივებისკენ. ეს შინაგანი ბუნებაა ყველაფერი არსებობის. და აქ სპინოზა მაინც და მაინც მატერიალურ არსებულებს არ გულისხმობს, ჩემი აზრით. ანუ ყველაფერი არსებული, აი ამბავიც მიისწრაფვის იმისკენ რომ არ დასრულდეს. კი. ხო? კი. იმიტომ რომ ის უკვე არსებობს, იმას თავისი არსებობა აქვს. ხშირად აი ეს დაშრევებები იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს. მაგალითად, ადამიანებს უჭირთ თავიანთი ავთენტურობის პოვნა რაღაცა სიტუაციებში. როცა ისინი ისე კი არ მოიქცნენ, როგორც მათი ფსიქიკა კარნახობდა, რომ უნდა მოვიქცე მე, თქვათ, ან მინდა რომ მოვიქცე მე, ან რაღაცა მისინებელობა, არამედ ამბავმა მოსთხოვა მოქცევა რაღაცნაირად. ხო, ანუ ამბავს ჰქონდა თავისი ლოგიკა, რომელშიც მას მონაწილეობა მოუწია. ხო? და აი აქ უკვე ძიმდება ეს ყველაფერი. აი ამ არსებულების თანაარსებობაში, აი ამ საზღვრის მომენტში, სადაც მე ჩემი საზღვარი გამომყოფ შენგან. ხო? აი აქ. ეს მიმართებები წარმოქმნის, ხო, იქ სადღაც ტკივილს, სადღაც შფოთვას, სადღაც სიამოვნებას, სადღაც რაღაცას და ვერავინ ვერ იტყვის იმაზე, რომ ეს არ არის ფუნდამენტური არსებობის ნაწილი. აი, შეიძლება ახსენე, რომ თითქოს ყველაფერს აქვს რაღაცა იმანენტურად არსებული ენერგია საკუთარი მდგომარეობის, თუ რეალობის, თუ შესაძლებლობის და გავლენის გაუმჯობესებისკენ. კარგად მოგეხსენება, რომ ამ თემაზე ნიცშეს ძალიან კარგი და გასაგები ინტერპრეტაცია აქვს, ხო, ძალაუფლების ნებაზე და ნიცშესთვის აი ეს ჭეშმარიტების საკითხი, ანუ რა არის ობიექტური ჭეშმარიტება, ალბათ დაკავშირებულია ისე მაინც სუბიექტურ ინტერპრეტაციასთან, იმიტომ რომ ადამიანები მხოლოდ იმ ჭეშმარიტებებს თავაზობენ შემდეგ, რა ვიცი, ჭეშმარიტებად, რომელიც მათ ძალაუფლებას გაზრდის. ამიტომ იყო ალბათ ის წინააღმდეგი თუნდაც ქრისტიანობის, იმიტომ რომ ისეთი ჭეშმარიტება გახდა კაცობრიობის მეგზური, რომელიც აი ამ იმანენტურ გრძნობას მაინც თავის საფუძველში კიდევ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ, რა ვიცი, თანაგრძნობის იდეა მოგვიტანა მაგალითად თუნდაც, ხო? ხო, თუნდაც თანაგრძნობის იდეა მოგვიტანა, მაგრამ ამავე დროს რომელიც არის მისთვის სისუსტის კულტივირება. დიახ, სისუსტის კულტივირება, რაღაცა ოქსიმორონული, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, თითოეულ აი ამ ქრისტიანობაში ჩადებული, მისი კრიტიკული ანალიზით. მაგრამ აი ეს ძალიან საინტერესო საკითხი, როგორიც არის ძალაუფლების ნება, იმანენტური გამოვლინება, რომელიც ბუნებაშიც, აი არაჩვეულებრივად აღწერს, შეიძლება აღწერე, ის ხო ძალაუფლების ნებას, მართლა რაღაცა გამთითრებას თემას არ გულისხმობს ამ ნებაში, გულისხმობა თავისთავად არსებული ერთგვარი ნაშთი ენერგიის. და ეს ენერგია სოციალურ განზომილებაში შეიძლება იყოს შემოქმედება, ხატვა, ლექსი, რა ვიცი, 1000 რაღაცა, რომელიც შენს ეგოს გაზრდის, შენს პრეზენტაციას გახდის შესაძლებელი და მეორე ნება შეიძლება იყოს აი მზის სისტემა, იმ გრავიტაციით, როგორც არსებობს და როგორც მოძრაობს ხომ ჩვენი სამყარო ჩვენს გარშემო. და ან ჩვენ მოძრაობს სამყაროს გარშემო. და აი ნიცშეს შემდეგ დასკვნა ღმერთის სიკვდილი, თითქოს და რაღაცა აღიარებული ჭეშმარიტების დასასრული. და ამ სუბიექტური ჭეშმარიტებების გამარჯვება. ღმერთის ნება არა იმ გაგებით, რომ ღმერთი ფიზიკურად გარდაიცვალა, არამედ იმ გაგებით, რომ რაღაცა ობიექტურ ჭეშმარიტებაზე, რომელსაც თითქოს შეთანხმებული ვართ, მას ეს გადამწყვეტი გავლენა აღარ აქვს. არ შეთანხმებული კი არა ვართ ნიცშესთვის. ნიცშესთვის ობიექტური ჭეშმარიტება, ხო, რომელიც ჩვენ შეთანხმებული კი არა გვაქვს ერთმანეთთან, ანუ ჩვენ ეს არ მოგვილაპარაკია, ჩვენ ეს არ, მაგრამ რომლის არსებობასაც ჩვენ ვაღიარებთ, ანუ როცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩემ და შენს დონეზე კი არ წყდება ეს ჭეშმარიტების საკითხი, არამედ რაღაცა არის იმის ზევით. როცა ჩვენ უკვე ამაზე ვამბობთ, რომ არაფერი ამის ზევით არ არის. კი ბატონო. რაც მაგალითად ხო, მე პოსტმოდერნიზმში აი მაგამდე უნდა მივიდეთ ახლა თეორია. მაგამდე უნდა მივიდეთ ზუსტად. და აი ეს ახალი რეალობა. აი ზეკაცის კონცეფციაც. აი ეს ასე თქვათ იდეა, სუბიექტური, ასე თქვათ,
ჭეშმარიტები, სადაც უკვე დადის მნიშვნელობა და მსჯელობა ესეთ რაღაცაზე, რომ ჭეშმარიტება შეიძლება გახდეს ის, ვინც იმარჯვებს. ანუ გამარჯვებული ხდება ჭეშმარიტება. აი ახლა საშინელი რეალობა. რუსეთმა გაიმარჯვეს, ხოლმე გახდება რაღაცა ჭეშმარიტება. რაღაცა გახდება ჭეშმარიტება. მე და შენ დავრჩებით იგივე აზრზე, როგორც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები, მაგრამ რაღაცა საკითხები კონვენციურად, აბსოლუტურად თეთრი გახდება შავი. გამარჯვებულთა ჭეშმარიტება. აი ამას როგორ ხედავ? აი ჩვენ სინამდვილეში როგორ ინტერპრეტაციას ვაძლევთ საზოგადოებას? ჩვენი ლოგიკური აპარატი არის გადამწყვეტი საერთო ჭეშმარიტების დადგენაში? მაშინ ისევ ჰეგელთან დაუბრუნდით, ხო, ლოგიკასთან. იცი რა არის სულ მცირე იმ დისკურსში, რომელშიც შენ ეს თემა შემომთავაზე, მე მგონია, რომ აბსოლუტური გამარჯვება არ არსებობს. იმიტომ რომ დღეს რა უფრო ძლიერი ძალაა, სუსტის ძალა თუ გამარჯვებული ძალა, ეს კიდევ საკითხია. იმიტომ რომ აი ამ თუ ჩემი დამარცხება არ იწვევს ჩემს განადგურებას მთლიანად როგორც ასეც. მთლიან განადგურებაში მე ვგულისხმობ არა ჩემს ფიზიკურ განადგურებას, არამედ ჩემს განადგურებას იმ იდეასთან ერთად, რომლის კენაც მე ვიყავი. ხო? ანუ შეიძლება უკრაინამ თვითონ თქვას, სიტყვაზე რო ვთქვათ, რომ კი ხო რუსეთის ქვეშ უნდა ვიყო, ჩვენ მობილიზაცია უნდა ჩავატაროთ ან რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსებთან ერთად და ერთად უნდა წავიდეთ ევროპაზე, ანუ შეიძლება დადგეს ესეთ რეალობა და უშუალოდ, ხო? აი თქვათ, ესეთ გამარჯვება მოიპოვა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინის ფენომენი როგორც ასეთი გაქრება. აი დაახლოებით იგივე რაღაცა არის, როგორც აი ხელოვნურ ინტელექტში, აი სპილბერგის თუ კუბრიკის, მე უფრო კუბრიკის მგონია მაინც, აი მე კი არის სპილბერგი რეჟისორი, მაგრამ იქ არის ეგეთი ფრაზა, თუ გახსოვს ეს სექს რობოტი რო არის, ეხმარება ფილმი აი, ხო, ის იძახის, რომ მე ვარ, მე ვიყავი. ანუ ჩემი არსებობის ფაქტის შეცვლა შეუძლებელია. ანუ მე რომც გავქრე და ეს იდეა, ხო, ეხლა გუშევსკი დამარცხდა 1920 წელს. ხო, 20 წლის მერე გუშევსკი მე მგონი არც დაბრუნებულა კიევში, ხო, ბოლო შემოსვლა 19 წელს შემოვიდნენ და 20 წელს გავიდნენ. მე ლვოვში გადაიტანა თავისი ეს მთავრობა, იქ ხო რაღაცა წლების განმავლობაში 17-დან მოყოლებული 20-მდე ესეთი ის იყო, ხო, რაღაცა ჯერ ხარკოვში დაიწყო ეს წითელი აჯანყება, ესე ვთქვათ, უკრაინის ნაციონალური იდეის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ გრუშევსკის იდეა მოკვდა, ანუ არ არსებობს ეს დამოუკიდებელი უკრაინის იდეა, პირიქით, ანუ შეიძლება ჩვენ ჩაგვეთვალა 70 წლის განმავლობაში, რომ ეს საერთოდ არ არსებობს და გრუშევსკი როგორც მემკვიდრეობაც არ არსებობს, მაგრამ არ ქრება ეგრე, ანუ სუსტ აქვს თავისი ძალა. ბოლომდე გაქრობა ამის არ ხდება. ბოლომდე თუ რამეს აკრობს, ალბათ ევოლუცია. ხო და ანუ მაგალითად ახლა ევოლუციური ფსიქოლოგიაც რო ჩავრთოთ ამ იმაში და მთლად ფილოსოფიის იმაში თუ არ დავშევით. იქ გამოდის ესეთი მიდგომა, განსაკუთრებით საინტერესო ევოლუციური ფსიქოლოგია არის ევოლუციური ფსიქიატრიის ნაწილში, აი ფსიქიატრიასთან შევარდის, რომ თითქოს ჩვენ ხო თანამედროვე ფსიქოლოგია ლაპარაკობს, რომ ტანჯვისგან გათავისუფლება არის ფსიქოლოგიის დანიშნულება ადამიანების. მაგრამ ევოლუციური ფსიქოლოგია ამბობს, რომ არც ერთი მდგომარეობა, რომელიც რომელმაც დღემდე მოაღწია, თუნდაც ფსიქიატრიული დიაგნოზების სახით, არ შეიძლება იყოს ბოლომდე წამგებიანი, იმიტომ რომ ის თუ ბოლომდე წამგებიანი, ის არსებობას შეწყვეტს, უბრალოდ ვეღარ გამრავლდება და ისეთი რაღაცებიც კი როგორც არის შიზოფრენია, რა ვიცი, დეპრესია და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს აქვს თავისი ევოლუციური უპირატესობა და იმიტომაც არსებობს დღემდე. მაგალითად ახლა სუმარტივად რო ავიღოთ აი ეს სუბიექტურობის ნაწილში გადმოვედით უკვე. ტერენტი რალი ერთდროულად იყო სენაკის ფსიქიატრიული კლინიკის თუ რა ერქვა ახლა მაშინ არ ვიცი. პაციენტი ზოგჯერ იწვა იქ, ერთ-ერთ ხათაშორის როგორც მე ვიცი, თავისინებით წავიდა, თქვა რომ არა, ესე არ გამოვიდა მე რაღაცა იქ უნდა წავიდე უნდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის გენიალური პოეტი. ანუ ეხლა აქ რო შემოვიდეს შენთან ვიღაცამ ქუჩაში რო ვიღაცა შეგხვდეს და გითხრას რომ იცი რა მე ეხლა დედა რო გარდამეცვალა წავედი და ხეს ველაპარაკებოდი და იმან მან უგეშა
შენ ალბათ იტყვი რომ იფიქრებ მაინც რომ რაღაცა ხო არ დავრეკო ახლა მე სადმე რომ მოვიდნენ აი რაღაცა შიზოფრენიასთან მაგ საქმე ხო ხდები მაგრამ ტელეგრამი რო წერს ძვირფასო ხეო არ ამყავს დედა ძვირფასო ხეო შენ მოგიყვები ეს შედევრია ხდები ანუ ერთი და იგივე რაღაცა სხვადასხვა კონტექსტში ხდება ანუ ეს უბრალოდ კონტექსტის ამბავია ხო ხდები ანუ იმას გაიმარჯვა რაღაც კონკრეტულ კონტექსტში რაღაც კონკრეტული პერიოდით და რაღაც მაგრამ იდეის გაქრობა როგორც ასეთი იდეის არსებობის რაღაცის არსებობის ფაქტის სამუდამოდ შეცვლა შეუძლებელი ანუ რაღაცა რო არსებობდა ეს ფაქტი უცვლელი რჩება სამყაროში აი აქ არის კიდე ეს უნივერსალურობა არსებულობის მაგიტო არის არისტოტელი მართლა ძალიან დიდი მოაზროვნე რომ რა ვიცი ხა ესეთ კონტექსტში არ უფიქრია მაგრამ აი ეს თვითონ არსებობა როგორც ასეთი არ იცვლება რა და თუ რამე ჭეშმარიტებაზე ზოგადად საუბარი ჩვენ შეგვიძლია მე მგონია რომ თუ ზოგადად ჭეშმარიტებაზე საუბარი შეგვიძლია მხოლოდ ამ დონეზე მე არ ვამტკიცებ ახლა რომ ეს ესეა არისტოტელე ამტკიცებდა ხო და დღემდე არ ჯერა კაცობრიობას ბოლომდე ამის მაგრამ როჯეროდეს მართლა მაშინ დოქტრინალური მიდგომა იქნებოდა ეს მაგრამ მე მგონია რომ ყველაზე ისეთი არის ანუ ყველაზე რთულია მე კითხვები შემოდის რომ თქვა არსებობაში რატო ხდება ისეთი რაღაცა სუიციდალური მიდრეკილებები რატო ხდება ანუ ის რაც არსებობს თავის თავს რატო არ დადგურებს და ასე შემდეგ თუ ეს არსებობა ესეთი უნივერსალურია და ასე შემდეგ ხო ეგ კითხვები შეიძლება არსებობდეს მაგრამ მე მგონია რომ ეგეც არ ხსნის იმას რაც არისტოტელე ანუ არ აბათილებს იმას რაც არისტოტელე თქვა რომ აი არსებობა თავის თავშია ეს არის უნივერსალური რაღაცა არა კატეგორიზირებადი რაღაცა ხო აი მართლა საზრისის მიმცემი რაღაცა უბრალოდ ჩვენ ძალიან ხშირად არ შეგვიძლია ამის დაჯერება ჩვენ აი რა ვიცი ისე ფსიქოლოგიაში თუ წამოვალთ ვიქტორ ფრანკლს აქვს აი ამ თავისი ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში იქ აღწერილი შემთხვევა როცა ეხლა ფრანკლი რო ძალიან გავლენიანი ადამიანი იყო ხო წარმოიდგინე ეხლა ფრანკლთან ფსიქოთერაპიაზე მისული ადამიანი წარმოიდგინე როგორ უყურებს მას კაცს რომელიც აუშვიცში 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო და მუდმივად სიკვდილის პირას ცხოვრობდა ხო იქ რა ყოველ დღე შემოდიოდნენ და ამბობდნენ შენ და გაყავდათ გაზის კამერაში ხო აი ამ პირობებში ცხოვრა ადამიანმა ეხლა იმასთან ალბათ ჯდომა რა როცა ძალიან სხვა რამე იყო და იხსენებს ეგეთ შემთხვევას როდესაც ვიღაცა წაიქცა თუ არ ვშტები თვითონ წაიქცა თუ ესე კარგად არ მახსოვს ახლა ეგ ვიღაცა წაიქცა მუშებს შორის და ეს ბადრაგი მოკლედ მოდის რომ ეს ცევას იწყებს და ანუ ისეთი გამომავალი მდგომარეობა ფაქტობრივად რა ისეთი აი ძალიან ადამიანის ღირსება სადაც თითქოს აი ბოლომდე ნადგურდება და აი ტალახში ჩაგდებული და ისე აქვს აღწერილიც კიდეც ეს და ამ დროსო მოვახერხეო კონტაქტის დამყარება ჩემს ცოლთან ხო და ვიგრძენიო ანუ დაშორდა ამას. აი ვიგრძენიო საოცარი ნეტარება ამ კავშირისგან და უცებ გამიშტავა აზრი. რომ მე ხო ისიც კი არ ვიცი ახლა ის ცოცხალია თუ არა. ხო აუშვიცში წერილები არ მოდიოდა ხო ესეა. ისიც არ ვიცი რამე უჭირს ტკივა მასაც ისევე თუ არაფერი არ ვიცი მის შესახებ. მაგრამ არანაირი მისი არარსებობის ფაქტსაც კი არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ანუ მისი არარსებობაც კი არ იყო საკმარისი მიზეზი იმისთვის რომ მე ეს კავშირი გამეწყვიტა. ანუ არ უშლის ამ დონეზე კავშირის დამყარებას. აი ეს აი პირველადი არსებობის დონეზე, pure არსებობის დონეზე თვისებებს, გამოვლინებებს, რაღაცებს იქ ეკარგება აზრი. და ეყურე თან მაგალითი რა საინტერესო ის არის რომ ობიექტურად და მატერიალურად რო აღწეროთ ეს არის არარსებული მსჯელობა. ხო. და ამ დროს ეს სუბიექტური მსჯელობა როგორ ობიექტურად გადარჩენის. ხო. და ობიექტურად გაჯანსაღების საშუალებას იძლევა და როგორ უნდა ილაპარაკო ამის შემდეგ, რომ ეს სუბიექტური განცდა არ არის ობიექტურად. ხო, ვერ იტყვი. აი ეს არის. ნამდვილად ვერ იტყვი, იმიტომ რომ მართლა არ არის ეგრე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტკივილის მატერიალურად დადგენა არ შეგვიძლია და გაზრდა, ეს არ ნიშნავს, რომ ტკივილი არ არსებობს. არის თუ არა რამე უფრო ფუნდამენტური ვიდრე ტკივილი? ყოველ შემთხვევაში ცოცხალი არსებებისთვის მაინც. ეს არ ვიცი.
მე მგონია რომ ტკივილი არის ის ზუსტად ის ძალიან უცნაური რაღაცა უნდა თქვა მე ახლა და რაღაც შეიძლება მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანებმა დამცინონ მაგრამ ჩემი აზრით ეს ტკივილი როგორც შესაძლებლობა ოღონდ ტკივილი როგორც პოტენციალს ვლაპარაკობ ახლა არის ის რაც ჩვენ გვაერთიანებს ნებისმიერ არსებობთან იმიტომ რომ ნებისმიერ რამეს რაც მატერიალურად არსებობს მე მაქვს ეს თეორია დიდი ხანი ამ წიგნს ვწერდა მოკლედ არ დაადგა საშველი და ხო რა ვიცი მე მგონი რაღაც დარვინის ხალხობრივობა და მე ვარ არ მინდა ხო რაღაცა ისეთი იყოს მაგრამ სუვერენიტეტი თეორია ყველაფრისთვის რაც არსებობს იდეა ყველაფრისთვის რაც არსებობს ესე ქვია ჯერჯერობით სამუშაო ვერსია ეს არის ნებისმიერ არსებულ რამეს აქვს მინიმუმ სივრცითი სუვერენიტეტის მოთხოვნილება ეს მოთხოვნილება იმ გაგებით არ ვამბობ მე შინაგანი ონტოლოგიური ანუ არ შეიძლება ერთი და იგივე ადგილას ზუსტად ერთი და იგივე ადგილას იყოს ორი ატომი ანუ ატომებსაც კი აქვთ განზიდვა ერთმანეთისგან ანუ ამ დონეზე სივრცითი სუვერენიტეტის მოთხოვნილება აქვს ყველაფერ არსებულს და ამის დარღვევა არის ის რაც ითარგმნება როგორც ტკივილი ჩვენს მიერ უკვე როგორც ცოცხალი იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის დაფიქსირების რეცეპტორები როგორც კი ვიღაცა აი ამ ჩვენს სუვერენულ სივრცეში შემოდის და ამაზე დიდი ჭეშმარიტება არსებობს თუ არა საერთოდ სამყაროში ხო მე მგონია რომ არა მართლა მგონია რომ არა მაგაში ხო რა ვიცი მარტოც არა ვარ ხა პიტერსონიც სვამს ამ კითხვას არის თუ არა სიყვარული უფრო დიდი მოცემულობა ვიდრე ტკივილი უფრო ფუნდამენტური და მიდის ესე დასკვნამდე რომელიც ჩემში ძალიან რეზონირებს რომ შენ ტკივილი გაძლევს საშუალებას აი როგორც ფრანკლის შემთხვევაში მოხდა ტკივილი გაძლევს საშუალებას მიიღო სიყვარული ხდები ანუ ამას მიყავ ხარ იქამდე ზოგადადაც ახლა ჩვენი მოტივაციების უმრავლესობა ხო ნეგატიურია რაც არ უნდა მასო გვიყვარდეს და მას ძალიან უნდა და პოზიტიური მოტივაციების მოძებნა ადამიანის ფსიქიკისთვის აი ეს ყველას ურჩევ განსაკუთრებით ახალგაზრდებს წაიკითხონ მისი პიროვნება და მოტივაციები. იქ ეძებს ძალიან ცდილობს რომ რაღაცა პოზიტიური მოტივაციების არსებობა დაადგინოს. მაგრამ ჩემი აზრით მაინც თვითონაც მიდის მაგ დასკვნამდე რომ ესეა რომ ჩვენი მოტივაციები ძირითადად არის უარყოფითი. იქ ძალიან ისე კრიტიკულად წერს მაგალითად ესეთ მოტივაციაზე როგორც არის შიმშილი. და ჩვენ მარტო ეს არა ვართ, მაგრამ თერმორეგულაციის მოთხოვნილებაზე შეიძლება ეგრე ითქვას, თერმორეგულაციის мотиваცია რო არ არსებობდეს, იარსებოდა თუ არა კულტურა საერთოდ. ხო, ამაშენ თუ არა სახს. ხო, ანუ ხო იგივეა რაღაცა ხუნელა რომელმაც ორმო გათხარა იმისთვის რომ თავის თერმორეგულაცია დაიცვას. ისიც რაღაც თვალს, ანუ ის არის კულტურის ჩანასახი. ანუ იქ როგორც პოტენციალი კულტურა უკვე არსებობს. და მე მგონია რომ ყველაფერი ეს, აი ყველაფერი რაც არსებობს, ყველაფერი რაც წარმოადგენს სუბიექტურ ფსიქიკურ რეალობას, არსებობს ზუსტად ამაში. აი ამ სუვერენიტეტის, მექანიკური სუვერენიტეტის მოთხოვნილებაში უკვედევს ამ ყველაფრის განვითარების შესაძლებლობა. ხო. აი ეს ჩემი დაკვირვება ეგ არის რა. ხო, მექანიზმი, კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ეგეთი ინტერპრეტაცია. მაგრამ ახლა აი ამ რეალობის თითქოს და აი ამ კონვენციური დიდი რეალობების დეკონსტრუქციის პროცესი, რომელიც უკვე მე-20 საუკუნეში ყველაზე აშკარად გვაქვს, ხო? როცა მაქს ვებერმა აღწერა საზოგადოება და თქვა, რომ აი ახლა ჩვენ რაღაც ამ ინდუსტრიულ საზოგადოებაში აღმოჩნდით რაციონალობის რკინის გალიაში, სადაც რაციონალობაში იგულისხმება რაღაცა პროგნოზირებადი ინსტიტუციური მმართველობის მექანიზმები, რომელშიც ეს მეტაფიზიკური რაღაცა ლეგიტიმაციის საშუალებები იმდენად აქტუალური აღარ არის, შემოდის
რაციონალური ლეგალური ტიპის ლიდერები შემოდის, არჩევნები შემოდის, მართლობის სხვადასხვა სისტემები და პრაქტიკულად ადამიანის სულ ორგანიზაციების პირობებში არსებობს, ხო? მაგრამ ეს თავისთავად ცხადია, მოდერნს ნიშნულად განასხვავებს ალბათ წინარე რაღაცა ეპოქიდან. კაცობრიობა შემდეგ ხედავთ, რომ რაღაცა გაგებით მივიდა იმ მექანიზმამდე, რომ აი ეს რაციონალობის მექანიზმები სულ სხვა სფეროა, ეს არ არის სულიერი სფერო, ეს არ არის ჩვენი სპეკულაციების და ეს არ არის ჩვენი ფანტაზიების სფერო, ეს არის მექანიზმის სფერო. და იმ მექანიზმში პოლიტიკაც ძალიან ირაციონალურია და იქაც იგივენაირი მეტაფიზიკური რაღაცეები მოქმედებს. აი ჰიტლერი აირჩიეს ბოლო და რაღაცა იმ რაციონალურ ლეგალურ იმ ხალხს დავანებოთ თავი, კარგი ჰიტლერი აირჩიეს, ტრამპი აირჩიეს. ტრამპი აირჩიეს. ხო, აგერ 21 საუკუნეში ხდება ეს, მე-20 საუკუნეზე ხდება. და მე ეს მთელი პოსტმოდერნული, მე მგონი ძალიან ობიექტური აღწერა, მე არ მიმაშინე რომ პოსტმოდერნული ავტორები რაღაცებს შიცდებენ. შეიძლება თავიდან რაღაცებში, მაგრამ იმ პერიოდში რაშიც აკრიტიკებდნენ, შეიძლება აჭარბებდნენ იმ საზოგადოების დიაგნოსტირებაში, მაგრამ ხედავთ ამ რეალობას, რომ მართლაც მეტანარატივები ეს, აი ბიბლია, არა, უკვე მისი დეკონსტრუქცია. საერთოდ არ არსებობს არანაირი მორალის სახელმძღვანელო, მორალური ავტორიტეტი. არ არსებობს ესეთი ჭეშმარიტების სვეტი. ესეთი რაღაცები არ არსებობს. და აი ეს ობიექტურობები უკვე არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მნიშვნელობაში საინტერესო, რა სოციალურ სეგმენტში, ჯგუფში, მოძრაობაში, ბაბლში ხარ, ხო, ეს თანამედროვე ტერმინის თითქოს. მაგრამ ყველა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ამ მოთხოვნილებას, რომ ჩვენი სუბიექტურობა ვიპოვოთ ჩვენებური ინტერპრეტაციის ძალიან სულიერი ძიების პროცესია. იგივე ნიცშე როგორც ამბობს, ძალაუფლების ძიების პროცესი არის, რომ ჩვენ სულიერებას ჩვენებურად მივაგნოთ. და აქედან გამომდინარე, აი ჩვენ ამ სულიერების quest-ში და ობიექტურობის ძიების quest-ში გვაქვს კი შანსი უფრო მეტი შეთანხმებული ობიექტურობის არსებობის. არ გავიმეოროთ რაღაცა სისულელები. თუ ეს სისულელები პრაქტიკულად გაწერილია საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რა ვიცი დამახასიათებელი. ამიტომ პროგრესირებთ, ამიტომ ვართ მაგრებიც. ხო, მე მგონია რომ ეგეც არის, ზოგადად ახლა სუბთა ანთროპოლოგიურად რომ მივიდგეთ და ცოტა დაგამიწებ ამ შენი ფილოსოფიური აზროვნებისგან, იმიტომ რომ მან კი მქონდა ერთი ტერმინი, რომელიც ერთი რეპლიკა, რომელიც მინდა და მეთქვა რა. და გეტყვი მაინც რომ ამაზე ფიქრი გააგრძელო, მე თუ გინდა რა არის თუ არა რაციონალიზაცია რაციონალურობის ეკვივალენტი. მე მგონი არ არის, ხო? რაციონალიზაცია ცალკე რამეა, რაციონალურობა ცალკე რამეა. და ხო, რაციონალიზაციების ერაში შევედით. ახლა ჩვენ ხო და რაციონალიზაციები არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც რაციონალური იყოს, იმიტომ რომ თუ იქ პრინციპი განისაზღვრება ესე თუ მუშაობს. ხო. და ჩვენ როცა ევოლუციური გადარჩევის ისეთ ფაზაში შევდივართ, სადაც ეს გადარჩევის მოთხოვნები ჩვენდამი არ არის ძალიან მკაცრი და არ მოითხოვს რაღაცა ერთ კონკრეტულ პასუხამდე ან რამოდენიმე ძალიან კონკრეტულ და მსგავს პასუხამდე მისვლას, ხო? იმ შემთხვევაში რაციონალიზაციების რაოდენობა შეიძლება ფაქტობრივად დაუსრულებელი იყოს. ჩვენ მივედით აქამდე, იმიტომ რომ ის ძირითადი მოტივაციები, რომლებიც ტყუილა არ წერს მასლოვი ახლა მაგწის მაგ დროს, ხო? ახლა მანამდე სხვა არავის არ მოსვლია ეგ რაღაცა ეგეთი აზრი თავში, რომ არ არის შემშილი განსაზღვრელი მოტივაცია რომ ამბობს, ხო? ეგრე და ერთადერთი და ყველაფერს მაგას რო ვადარებთ, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მოყვანადი არგუმენტი იყო, არშია, ეხლა უკვე ადამიანს არ წყურია, ასე ვთქვათ, ეს პირველი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები თითქოს ესეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. და იქ ჩნდება ეს შესაძლებლობა, რომ მე რაციონალ, იმიტომ რომ თუ საკუთარი თავის აქტუალიზირების სტადიაზე ვართ რა, ეს აქტუალიზირების გზები რაც უფრო განსხვავებულია, მით უფრო ეფექტურია. ხო, იმიტომ რომ შენ თუ რაღაცით აქტუალიზირდი, ახლა შენ თუ რაღაცა რემბრანტი ხარ და ესე დახატე და მით გახდი რემბრანტი და რაღაც რიგი მეც თუ იგივეს დავხატე, არაფერი არ მე არაფერი არ ვიქნები ამაში. ამ დონეზე ეს ჩვენი არსებობის
ინდივიდუალიზმი, ანუ აი ეს თვითობების გამოვლენა, ხო, აი ეს რაღაცა ავთენტურობების გამოვლენა, რაც უფრო ის იქნება, ხო, ამ დონეზე მართლა ეგრეა, მაგრამ იმ დონეზე, სადაც აი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილ, იმ დონეზე მაინც ერთნაირად მომუშავებს ეს ყველაფერი, ანუ უბრალოდ ევოლუციას აქვს ეს სტადია, ხო. მე მგონი აბსოლუტური კი არა და ხო, უფრო მაღალი დონის ჭეშმარიტება ეგ არის. უბრალოდ ევოლუციურად ვართ ახლა იმ ფაზაში, სადაც რაციონალიზაციებს შეიძლება რაციონალურობის ტვირთი თუ რა ფუნქცია დაეკისროს, მაგრამ ეს ესე არ არის. რაც შეეხება ახლა ანთროპოლოგიურად როგორც მინდა, ჩვენი პლუსი ზუსტად ეგ იყო. ხო. ჩვენი ყველა წინაპარი, რომელიც რაღაცაზე სპეციალიზდა, ისინი არ გადარჩნენ. ისინი დღეს არც ერთი არ არსებობენ, ხო? ანუ თუ თქვათ რაღაცა ყავდა ეს მეგალოპითეკი თუ რა ერქვა, ხო, რაღაცა მარტო იმას რო ჭამდა გორილაზე უფრო დიდი იყო. ხო, ადამიანის პითეკია რა. ხო, ადამიანის ნაირსახეობა. 3 მეტრამდე აღწევდა თავის იმაში, მაგრამ ის კონკრეტული სახეობის ბამბუკი თუ რაღაცა გაქრა და დამთავრდა. ანუ მან ვერ მოახერხა ადაპტირება სხვა რაღაცასთან. იგივე ნეანდერტალელებზე ახლა კი ვიპოვეთ რომ ფაფასაც ჭამდნენ და რაღაცა ეს ვიცით, მაგრამ ძირითადი სპეციალიზება მათი კვების იყო საკვები, ხო, დიდი მეგაფაუნის არ არის გაქრობასთან ერთად ნეანდერტალელიც ხრება, იმიტომ რომ ფაქტობრივად სპეციალიზირებული იყო ამაზე. ანუ აი ეს რაღაც სპეციალი ყველაფრის მჭამელი წინაპრების შთამომავლები ხენ ესე ვთქვათ, ხო, ანუ რომლებსაც რაღაც სპეციალი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გამოდის რომ ეს სპეციალიზაცია იწვევს იმას, მაგიტომაც შეიძლება კაცობრიობის სიბრძნის ნაწილია ეს, რომ აბსოლუტურად რაციონალური არ გახდეს, აი შენ სულ გაქვს ხოლმე შენს ვიდეოს რო უყურე, ან შენ გაქვს ძალიან წყობრი მორალური შეხედულებების სისტემა, რომელიც გაუგებარია შენთვის როგორ შეიძლება არ იყოს საყოველთაო, როგორ შეიძლება ადამიანი ზოგადად ამას ვერ ხვდებოდეს და რაღაც თვალსაზრისით შენი ამის მესმის, მაგრამ ჩემი აზრით უპირატესობა როგორც ასეთი, კაცობრიობის როგორც ასეთი, არის ზუსტად ეგ, რომ თუ კაცობრიობა მართლა იქნება ეს ერთ აზრზე ამასთან მიმართებაში, ჩემი აზრით ჩვენი რეპროდუქციულობის შანსს შევამცირებთ. თან არ დაგავიწყდეს რომ ჰომინიდების ერთადერთი ჰომოს ჯგუფის უბრალოდ ერთადერთი წარმომადგენელი ვარ, ჩვენ აღარ არსებობს აღარც ერთი ჰომო, ხო? ნუ ჰომინიდებში ხე კიდე შეიძლება გორილა შინბაზე რაღაცა გიგაყოთ რაღაცა კლასიფიკაციებით ეგენიც გადიან, მაგრამ ადამიანის მაგვარ მაიმუნებში თუ ხო, მაგრამ თვითონ აი ჰომოს ჯგუფის წარმომადგენელი ერთადერთი ვართ ამ პლანეტაზე, რომელიც გადარჩა. და ხო, შეიძლება ზუსტად ეს არა სპეციალიზირება იწვევდეს ამას, არა ერთგვაროვნება რაღაც თვალსაზრისით. თუმცა ეხლა ეს არა ერთგვაროვნება იმდენად აი კონტროლო ხდება, რომ ხო ხდები იმდენად ხდება, რომ ფაქტობრივად იწვევს ძალიან ძლიერ და დიდ დაშორებებს. აი როგორც შეუძლებელია ალბათ რომ რაღაცა წარმოიდგინე კონსტრუქციული დიალოგი რაღაცა კოდსა და იმას შორის, ხო, ანუ ეს ხუმრობაა რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ სტრატეგიებში, აი ამ რაციონალიზაციებში რა, ხო, იმდენად დიდია ჩვენი აცდერა ერთმანეთისგან, რომ საბოლოო ჯამში ვკარგავთ უკვე ჩვენ ერთმანეთთან კავშირის შესაძლებლობას ამ თვალსაზრისით. ეს საინტერესო საკითხია. მაგრამ აი ერთი საინტერესო რაღაცა მენიშნა ახლა შენს მსჯელობაში, რომ აი ამ ჩვენს ერთგვარ ევოლუციურ მექანიზმში ჩადებული არასპეციალიზირებულობა, შესაძლებლობა, რომ აი როგორც წყალმა სადღაცა შრევი ბოლოთ და იქ გაედინოს. აი ეს მართლა ძალიან პლასტიურია ადამიანის გამომგონებლობითი უნარი. ამ მექანიზმმა, ისევ იუნგის არქეტიპი რო ავიღოთ, ხო არ შექმნა ერთგვარად ისეთი მექანიზმი ფსიქიკაში, რომელიც გულისხმობს დაუმორჩილებლობას. ანუ თავისთავად ცხადია, რომ საზოგადოებაში ყველა რაღაცა ჯგუფებში ვერთიანდებით
იმ ჯგუფებში შეიძლება ვავლენთ კონფორმიზმს, ზოგიერთი ადამიანი ნაკლებად არის განვითარებული თავის ინდივიდუალურობით და შეიძლება მეტადაც ემორჩილება, ზოგი კიდე ნაკლებად აი ეს დაუმორჩილებელი სულები, ხო, ეს რაღაცნაირი სოციალური მოძრაობის წამომწყები ადამიანები, რა აიძულებს ამას? ამას აბსოლუტურად არ აიძულებს არანაირად ეს მასლოუს პირამიდის ქვედა შრე, აბსოლუტურად არა. აბსოლუტურად სხვა შრეებია. შენ ტრიქსტერის არქეტიპულ სახეზე ლაპარაკობ ახლა. მე მგონი მაგისთვის ძალიან კარგი ვარიანტია. მე მგონი იუნგზე უფრო საინტერესო ინფორმაციის ამოღება შეიძლება. ცოტა უცნაურია ჩემგან მაგას ჩემი იუნგისანვე სიყვარულის გათვალისწინებით. მაგრამ მაგის ყველაზე კარგი ვარიანტი მე მგონია ის, რასაც დოსტოევსკიმ უწოდა წინააღმდეგობრივი სული. ფედორ კარამაზოვზე არის კონკრეტულად აქ საუბარი. ხო? ანუ ადამიანი, რომელიც არის ძალით ირაციონალური, ანუ მიზანმიმართულად ირაციონალური, მიზანმიმართულად თვით დამაზიანებელი. ანუ და როცა ამას შენ პასუხობ, როცა ეუბნები, რომ ხო აი ეს თუ საბოტაჟს ირჩევ, თუ თვით საბოტაჟის მიმართულებით ეს ამიტომ არის სწორი, ის თვით საბოტაჟს წვეთს. ანუ ამდენად წინააღმდეგობრივი სულის ეს ძალიან უცნაური როგორ ვთქვა თვისებაა ჩვენი ფსიქიკის. და კი, სავარაუდოდ მაგით არის გამოწვეული. აი ამ რაღაცა დაუმორჩილებლობის, ანუ რაღაცა აი ამ კონვენციურობიდან გასვლის შესაძლებლობას ტოვებს ეს რა და ხო ეგ აბსოლუტურად სწორია ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვება. იმიტომ რომ კონვენციურობა როგორც ასეთი თავისთავად კი არის ძალიან გავრცელებული დაცვითი მექანიზმების ფორმირებისთვის ძალიან გავრცელებული, ანუ ჩვენი დაცვითი მექანიზმები კონვენციურია როგორც წესი. ამის ფორმირების საშუალება კი არის და ჩვენ სოციალური არსებები ვართ, სოციალური ცხოველები ვართ და არ შეგვიძლია ფაქტობრივად ამის გარეშე, მაგრამ ჩვენშივე არის მექანიზმი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ რაღაცა, ანუ ჩვენ აი აქ უკვე იუნგი მართალია, რა შენმა თვითობამ უკეთ იცის რა ჭირდება მას ვიდრე შენმა პერსონამ. თან კიდევ ერთგვარად გამოვლენილი იმანენტურად არსებული აზრი, რომ დაუმორჩილებლობაში ვლინდება ინდივიდუალურობა. და ეს წარმტაცი შესაძლებლობა თავისთავად ძალიან სარისკო შესაძლებლობა, რომ დაუმორჩილებლობაში გამოავლინო ინდივიდუალურობა, ყველა ვერ ბედავს, მაგრამ ეს იდეა არსებობს. ანუ იმათშიც არსებობს, ვინც დაუმორჩილებლობას ვერ ბედავს და ამ დაუმორჩილებელი ადამიანის ხატება ან მისი იდეა როგორც სოციალური მოძრაობის ასაწყის და ასე შემდეგ შეიძლება გავრცელდეს შემდეგ საზოგადოებაში, ხო? აი ეს აბსოლუტურად ირაციონალური თაყვანისცემა თუნდაც კრიმინალის მიმართ არის რაღაცნაირად იმითი ქვეცნობიერია აღფრთოვანება, რომ სოციალურ პლასს არ ემორჩილება ადამიანი და მისი ინტერპრეტაცია აქვს როგორ იცხოვროს. და ესეთი მექანიზმი, რომ დაუმორჩილებლობაში შეიძლება გამოავლინო კიდევ ინდივიდუალურობა, ქმნის კიდევ 1000 გვარ რაციონალიზაციის ბჭყალებში, რაციონალიზაციის შესაძლებლობებს, რომელიც საზოგადოებაში, ანუ ერთაზე ჩვენ ვერ შეგვაჭერებს ვერასოდეს. ხო, და ეს შეიძლება პირიქით, ხო, გადარჩენის ის იყოს. კი გქონდა ჩვენ პერიოდი, მართლა გქონდა ეს რაღაცა იმის ყელის პერიოდი, მოთლის ყელის პერიოდი, რომელიც გაიარა კაცობრიობამ, ჰომო საპიენსმა კონკრეტულად და ჩვენ ვიცით, რომ 1000-მდე, არც კი 1000-მდე ინდივიდის შთამომავლები ვართ ყველა. და ეს იყო მართლა, ანუ ჩვენ გქონდა, როდესაც ევოლუცია ფაქტობრივად კარნახობდა ეს იმდენად ძლიერი მასტაბილიზირებელი გადარჩევის პერიოდი ქონდა, რომ ნებისმიერი სხვა პასუხი, ნებისმიერი რაციონალიზაცია, რომელიც არ ემთხვეოდა იმას განადგურებამდე მიყავდი. მაგრამ ეხლა აღარ არის ეს დრო. შესაბამისად ესეც იწვევს აი ამ ბიბლიური ჭეშმარიტებების, ანუ ბიბლიური ჭეშმარიტებები რა არის? ბიბლიურ ჭეშმარიტებაში საბოლოო ჯამში აი ეს იმის ყელის მომენტია, ხო, ბოთლის ყელის მომენტია აღწერილი. ხო. აღწერილი თვითონ მექანიზმში, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი,
ბიბლიის ორიგინალურ ტექსტებში არც ბერძნულში არც არამეულში სიტყვა ცოდვა იმ გაგებით როგორც ჩვენ მოვიხმართ ამას არ წერია. ხო? იქ წერია ჩვეულებრივი სამონადირეო ტერმინი, რომელიც ნიშნავს აცილებას. ცოდვა ხო რაღაც თვალსაზრისით უბრალოდ ეს ერთ თარგმანის გადანაცვლება და ვარქვათ ამას რა. ცოდვა გაცუდებასთან დაკავშირებით, ანუ გაცუდება წერია და არა ცოდვა. ანუ როცა შენ რაღაცას აცდი. აჰა. ხვდები? და ეს აცდენა იყო მაშინ სასიკვდილო ცოდვა იყო მაშინ. მაგიტომაც ქვია სასიკვდილო აცდენები, რომ შენ იმდენად ცდები, რომ არსებობს პეტ რა ფაქტობრივად. შევარდები გენესა, შენ რაც გინდა ის დაარქვი. ანუ ეს მუქარა კი არ არის, როგორც ჩვენ ვკითხულობთ დღეს, რომ აი შენ თუ ამას აცდები. აქ არის ის, რომ შენ თავისთავად ეს აცდენას მიყავ ხარ ესეთი ტანჯვის მდგომარეობამდე, როდესაც უკვე აღარ იცი რას უმიზნებ რა, ხო ხვდები? ანუ როცა შენ არ იცი რა მიმართულებით უნდა იარო და რეალობას იმდენად წხდები, რომ იკარგები, მაგრამ სულ უფრო და უფრო ფსიქოტური ხდება კაცობრიობა. აი ამ მდგომარეობის გამო ზუსტად როცა ჩვენ ვართ მადესტაბილიზირებელი ევოლუციური გადარჩევის პირობებში. ხო, სადაც ეს მადესტაბილიზირებელი გადარჩევის ეტაპებიც საბოლოო ჯამში ევოლუცია სჭირდება იმისთვის, რომ ერთმა სახეობამ ბევრი სხვადასხვა, ანუ იმდენად დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ბევრი სხვადასხვა სახეობის წარმოქმნის წინაპირობა შექმნას. ხო? ანუ ერთ რაღაცაში კი არ გადავიდეს მაინც და მაინც, არამედ თუ რამოდენიმე სწორი პასუხი არსებობს, რაც უფრო მეტი სწორი პასუხი არსებობს, იმდენად მეტი ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც მერე სულ სხვა და სხვა სახეობებად ჩამოყალიბდება. მე მგონია რომ ანუ ეხლა ჩვენ ხო ესე არ უყურებს ამ ჩვენს ისტორიას, ესე ძალიან ცოტა ვინმე უყურებს ამ ჩვენს ისტორიას, რომ ადამიანი არის რაღაც გარდამავალი სახეობა, ხო? ძალიან ცოტა. მე მგონი არ არის ხო თავის წიგნში, რომ არა ვარ დარწმუნებული, რომ ვინც ახლა ჩემ წიგნს კითხულობს homo sapiens-ია, თუმცა იმედი მაქვს, რომ homo sapiens-ი ელაპარაკებიო. ხო? იმიტომ რომ მართლა ეს მე მგონია რომ აი ეს მადესტაბილიზირებელი ფაზა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე მალე და რაღაცა არა და მე და შენ ამას ვერ მოვესწრებით რა თქმა უნდა ევოლუცია ძალიან დიდი დრო ჭირდება ესეთი ცვლილებებისთვის მაგრამ მე მგონია რომ იმ დიდ სურათში ვართ რომლის დანახვა უბრალოდ არ შეგვიძლია. ახლა საინტერესო მაგალითი თუნდაც ლიტერატურიდან ხორხე ბორხეს აქვს არა ჩვეულებრივი მოთხრობა ბაბილონის ბიბლიოთეკა სადაც ერთ ჭეშმარიტ რაღაცა წიგნს ძებენ, მაგრამ ამ ერთი ჭეშმარიტი წიგნის ძიების პროცესი ალბათ გულისხმობს ბევრი ცდარი და ტყუილი ლიტერატურის გაცნობასაც. აი როცა ადამიანი ალბათ უმშელობთ აი ამ რაღაცა რა არის ჭეშმარიტება, ამ ჭეშმარიტებაში ესეთი გემოვნებას თუ კი გადავარჩევთ, მოდი აი მეცნიერება არის მხოლოდ ჭეშმარიტება, მეცნიერებაში არაფერი არ არის კონვენციურად მუდმივა ჭეშმარიტება, ყველაფერი ყველა პარადიგმა ექვემდებარება გადახედვას. ესეც არასწორი სტრატეგია იქნება. და მეორე მეცნიერება აბსოლუტურად არ ეხება ადამიანის სულიერ სამყაროს. და ჭეშმარიტების საკითხი იმ გაგებით როგორც მე და შენ ხო ამაზე ვსაუბრობთ. ამ საკითხს საერთოდ არ ეხება, ის აბსოლუტურად მისი მექანიზმი და მისი ენა აბსოლუტურად განსხვავებულია, ხო? ხო და აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან საინტერესო. თუ კი ხარ რაღაცით არ ვიცი, დედუქციურად მობილიზებული თუ მომზადებული ჭეშმარიტებაზე სამსჯელოდ. არის ეს აუცილებელი, რომ მრავალი სისულელეც უნდა შეუშვა შენ თავში. და მრავალი სისულელეც რომ უნდა შეუშვა შენ თავში, ალბათ იქ მერე რაც გადაახარისხებ და რაც გადმოახარისხებ და მერე საბოლოოდ რაც მისცემ სხვას მსმენელს საზოგადოებას, ისიც სუბიექტური ჭეშმარიტება იქნება ჩვენი ტვინი ვერ დააკატეგორიზებს, ობიექტურადაც ვერ დააკატეგორიზებს ყველაფერს. ობიექტურად და მეორე ესეც ალბათ გამოცდილებების და მიხედვით იქნება და კიდევ ისევ ნიცშე რო ავიღოთ ჩემი ძალაუფლების წყურვილის სურვილით ისეთ ინტერპრეტაციაზე იქნება ორიენტირებული რომ მე რაც შეიძლება აქტუალური და მომხიბვლელი ვიყო და ამ quest-ში რომ მე ვიღაცების გულები მოვიგო ძალიან ბევრ რაღაცას შევცვლი თავისთავად ცხადია და სად არის მე ჭეშმარიტება აი ეს არის ახლა ისე ვკითხო ანუ ამ შენ ახლა დასვის საკითხი სუბიექტური ჭეშმარიტებაც კი შესაძლებელია თუ არა.
ხო და ობიექტურ ჭეშმარიტებაზე მსჯელობისთვის აუცილებელია რომ აბსოლუტურად მომზადებული იყო მათ შორის სხვა ირაციონალურ სუბიექტურ ჭეშმარიტებების ინტერპრეტაციაზეც. და ამ ქვესში, რა ვიცი, ბოლომდე როგორც იმ წიგნში ვერ მივიდნენ და ვერ აღმოაჩინეს ეს წიგნი. რამდენიც უნდა ვიშრომოთ. ვერც ჩვენ ვერ მივაგნებთ ახლა პასუხს ვერც ამ გადაცემაში და ვერც ისე მთელი ცხოვრება რა თავუთმოთ ამ საკითხს. მაშინ აი თუ კი კაცობრიობამ ობიექტურ ჭეშმარიტებას არ აგნებს, მაშინ ჭეშმარიტებაზე რატომ დაობს? ხო, ანუ მოდი ესე დავშლიმე შენს კითხვას. შესაძლებელია თუ არა ჭეშმარიტება როგორც კონსტრუქცია, თუნდაც სუბიექტურ დონეზე. ანუ შენ ახლა ეს იკითხე საბოლოო ჯამში. და როგორც ჩანს არა. იმიტომ რომ ერთი რომ ეს კანონი, რომელიც უნივერსალური არის სამყაროსთვის, ენტროპიის მეორე კანონი, მე მგონია რომ ამაზეც, ანუ ჩვენს აზროვნებაზეც ვრცელდება, შეუძლებელია რომ მე ხვალ მქონდეს რაღაცაზე ზუსტად იგივე აზრი, რაც ეს რაღაცა ალექსანდრე ჭავჭავაძის რომანტიზმს თუ დავანებებთ თავს რომ მე იგივე ვარ მარად ესეთი რამე არ არსებობს. თუმცა არსებობს იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისით არის ჩემი არსებობის, აი ამ უნივერსალურ არსებობაში იქ არაფერი არ იცვლება. ხო, იგი მართლა ეხა ფრანკლი რაც ამბობს, რომ არც იმას არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად არსებობს თუ არა ეს ძოლი. ხო, იმ დონეზე არსებობაში ზე თუ ვლაპარაკობთ კი, ხო? ანუ მანდარი რომ შენ შეიძლება ფიზიკურად არ არსებობდე, მაგ რეალობაზე ლაპარაკით დავიწყეთ, ხო? ეს AI-ში რა ფრაზაც არის ეს რომ მე ვიყავი, ხო? ანუ ფიზიკურად არსებობაც აღარ არის საჭირო იმისთვის, რომ შენ როგორც ასეთი არსებობდე, როგორც არსებული არსებობდე და ინარჩუნებდე შენს არსებობას ამ სამყაროში. და ყველაფერი ესე არის ამ სამყაროში. რაც არსებობდა, ყველაფერი არსებობს. ხო? მისი არსებობის ფაქტი არანაირად არ იცვლება. ხო, შეიძლება არც არაფერზე არ ზემოქმედებს თითქოს რა, მაგრამ არ არის ეს აბსოლუტურად ნულოვანი ზემოქმედება, იმიტომ რომ ჩვენ რაც ვიცით ამ სამყაროს შესახებ და ძალიან ზუსტად, ჩემი აზრით არის ისიც, რომ ძალიან დაკავშირებულია ეს სამყარო ერთმანეთთან. აი შენ რომ მაგალითად ხშირად მეკითხები ხოლმე ამას ჩვენი დისკუსიების დროს, როგორ შეიძლება ადამიანს ასტროლოგიის ჯეროდეს ან რაღაცა, ხო გასაგებია, მაგრამ იქაც კი, ხო ეს რაციონალიზმის მარცვალი, ხო დავინახეთ შენ რომ იქაც კი ჩანს ის, რომ მე რომ რაღაცაში ყავის ჭიქაში რომ ჩავიხედები და იქ რაღაცებს რომ დავინახავ, აი ეს ცოდნა ამის, ხო შეიძლება ამას გაცნობიერებული არ აქვს, მაგრამ ეს ხორციელდება, ამიტომ არსებობს ეს ყავაში ჩახედვა. რომ ყველაფერი დაკავშირებულია ამ სამყაროში, ანუ კავშირები, მუდმივი, აი მიკროსკოპში ჩავიხედავ თუ ტელესკოპში თუ ვარსკვლავებს დავაკვირდები, აი ეს მიხვედრა, რაც შენ მოგწონს ასტროლოგიაში, ვთქვათ, ხო, ადამიანს, რომ აი ამის მანიფესტაცია, რომ სამყაროში ყველაფერი დაკავშირებულია. და ეს კი, ეს სიმართლეა. არის თუ არა ეს კავშირები ისეთი და ეს ესე მოხვეული იმას ნიშნავს თუ არა, რომ მე რაღაცაში გადამი მაგას უკვე აღარ აქვს. მე მაგდონეზე კი არ ვამბობ, მაგრამ ეს იდეა ხო ჩანს ამაში და ეს იდეა ხო ნამდვილად მართალია. ხო? თავისთავად ეს პროცესისგან მიღებული სარგებელიც ხო ნამდვილია, ანუ სუბიექტური აღქმა გარე დამკვირვებლისთვის, აი ვინც ვერ ერგო, აუ რას ბოდავს. ხო. რა ვიცი, რა მარჩიელობა და რა ქირომანტია და მაგრამ იმ ადამიანისთვის ის სასარგებლო განცდებია, რომელიც მისთვის, რა ვიცი, მე ობიექტურად შემდეგ რა ვიცი, სასარგებლოა შეიძლება რაღაც ამოცანის გადაწყვეტაში, ხო? არ ვიცი, ახლა ეს რა ამოცანა, ეს უკვე მისი სუბიექტური აღქმაა და აი შენ, როგორც გარე დამკვირვებელს, როცა გაქვს ეს ამბიცია თუ სნობიზმი, მისი რაციონალურობას ჩადის. არსებობს თუ არა ამ სნობიზმის პლატფორმა საერთოდ. იმიტომ რომ ესეთი ირაციონალობა სულ თავისუფლად შეიძლება დაიძებნოს შენს რაღაცა ქმედებაში. არ არსებობს ნამდვილად. და აი სუსტი წერტილების გამოძებნა, სადაც ეს ლოგიკური მიმართებების სისუსტეები, კავშირები მარტივად იპოვა და მე ვიღაცას დაცინო, ამით ეგო გაიმაგრო, ხო? და ვითომ სხვას ისევ ის ასე თქვა ძალაუფლების ეს ისეთივე მავნებელი იდეაა, ჩემი აზრით და ისეთივე მავნებელი მოვლენაა, როგორც ნიჩე ამბობს თანაგრძნობაზე რა. იმიტომ ნიჩე მარტო საბოლოო ჯამში ნიჩე ლაპარაკობს თანაგრძნობაზე.
ქრისტიანული თანაგრძნობის კრიტიკოსია ხო ნიჩე? დიახ. გინახავს თუ არა ამ თანაგრძნობით მდგომარეობიდან გამოყვანილი ადამიანი, ესეთი თანაგრძნობით რა. და მან წერს ნიჩე, ანუ რატო გვაქვს ჩვენ ეს პროტესტი, მაგალითად ზარათუსტრას აი ამ რაღაცა ფეხი უნდა დააჭირო, ხო, წაქცეულს თუ დაინახავ რა, რომ მისთვის თუ აი ეს მსხვერპლის მროვანიობაში ყოფნა ჯერ კიდევ სარგებელის მომენტს ატარებს, ეს სარგებელის მომენტი არ უნდა მისცე, ანუ იმიტომ კი არ აჭერს რომ გაჭყლიტოს. ხვდები, მაგრამ ჩვენ ეგრე ვხედავთ, თითქოს მაგას ამბობს რომ გაჭყლიტოს. მაგრამ იმას კი არ ამბობს, ანუ რეალური თანაგრძნობაა, რომ იმდენად აუტანელი გახადო მისთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა, რომ მან დაიწყოს მოძრაობა ამის წინააღმდეგ. ანუ თუ შენი თანაგრძნობის შედეგი ის არის, რომ ადამიანი ამ მდგომარეობიდან გამოვა ხო, მაგრამ ზუსტად მაგას მიხვდა ნიჩე. ჩვენი ადამიანური ბუნებისთვის ის, ვისაც ჩემი დახმარება ჭირდება, ის მე მირჩევნია, რომ იქ იყოს. ეგ არის ზუსტად. ეგ არის, რასაც მე აბსოლუტურად ეგ არ მაძლევს ჩემი ბუნებრივი აგრესიის განხორციელების საშუალებას და ეს ზარათუსტრას დააჭირე, ეს ბუნებრივი აგრესია, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო წარმატებული. აქაც გამოდის, რომ აი ნიჩეს და იუნგს თუ შევადარებთ ერთმანეთს რა, გამოდის, რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე რაღაცას ამბობენ რა, როცა იუნგი ამბობს, რომ შენთვის შენი მორალური კონსტრუქციებიდან გამომდინარე შენი პერსონის მორალური კონსტრუქციებიდან გამომდინარე აბსოლუტურად მიუღებელია ის შენი არაცნობიერის სიველურე თუ რაღაცა სიცხოველი და რაღაც, მაგრამ ის ბევრად უფრო შენზე ჭკვიანია, როგორ შეიძლება რაღაცა, რომელიც 4 მილიარდი წლის არის, უფრო სულელი იყოს, ვიდრე რომანი ფაქტია, რომელიც 57 წლის არის. ან ხო შეუძლებელია ეს რა, ანუ ჩემი არაცნობიერი ამას სწორად ხედავს რა, ანუ სწორად აკეთებს, რა თქმა უნდა, შენ ცნობიერად 1200 გრამი ნეოკორტექსიც არა გვაქვს ტყვილად და სავარაუდოდ საჭირო ამის სუბლიმირება სწორად. მაგალითად არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა ადამიანს თავი გაუხეთქო, მაგალითად შეიძლება ჭადრაკის პარტიაში მოუგო. ზუსტად იგივე ჰორმონალური მდგომარეობა გექნება, როგორც საპოლსკი ამბობს. აი ამ გამარჯვების დროსაც ჩამაც უსვამ შენს მოწინააღმდეგეს. შენ გექნება ზუსტად იგივე ჰორმონალური მდგომარეობა, როგორც აქვს ბაბუნის. ანუ იმ თავის ადამიანის ქცევის ბიოლოგიაში. საპოლსკი ამ იმას იყენებს. ხო? რა ქვია, ამ დაგვირობას, იმიტომ რომ მართლა აგვირდებოდა ახლა ის ბაბუინებს იქ და მართლა იცის რას გრძნობენ ისინი იქ და რა მდგომარეობა აქვს რა. გახსოვს როგორ აღწერს ამას? წარმოიდგინეთ, რომ ესეთი სურათი. და ეს მართლა ძალიან ძლიერი რაღაცაა რა. წარმოიდგინეთ ესეთი სურათი, რომ ორი მამაკაცი ზის მაგიდასთან. აი მაგიდა დგას შუაში, ორი მამაკაცი ზის იქით აგეთ. ესენი ჩვენზე ხორას. ხო, ესენი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. არანაირი დინამიკა ამ სურათში არ არსებობს. ოღონდ დრო და დრო ერთ-ერთი მათგანი აიღებს ხელს და მაგიდაზე რაღაც მერქნის ფიგურას გადადგამს. ეს ჩამოწევს ხელს, ისე ერთმანეთს შეიძლება არც უყურებდნენ. მერე მეორე რაღაცა დროის მერე ადგება კიდე რაღაცას გადადგამს. და ანუ რო უყურებ ესე დინამიური თვალსაზრისით არაფერი არ ხდება აქ. მაგრამ გულის პულსი, წნევა და ასე შემდეგ რო გაუზომო ამათ რა, აღმოაჩენ რომ ისინი არიან იგივე დაძაბულობის მდგომარეობაში, რაშიც არის მარათონელი, რომელმაც უკვე 20 კილომეტრი ირბინა. იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჭადრაკს თამაშობენ ერთმანეთში. და როცა ერთმა ჩაუსვა მეორე შამათი, მისი ჰორმონალური მდგომარეობა, ბიოქიმიური მდგომარეობა აბსოლუტურად იმეორებს იგივე რაღაცას, რაც ბაბუინის ჰორმონალური მდგომარეობა, რომელმაც აი 2 წუთის წინ თავი გაუხეთქა მოწინააღმდეგეს, რომელმაც მისი ალფა მამრობა დააყენა ეჭვის ქვეშ. ამ ბრძოლაში რო გაიმარჯვა. ერთი და იგივე ჰორმონალური მდგომარეობა რა. ხო, შემიძლია მე ამის სუბლიმირება და გადატანა აი ამ თუნდაც საჭადრაკო დაფაზე. ეს ცუდი კი არ არის, მაგისთვის ზუსტად ის 1200 რაღაცა რომ მართლა ეხა როგორც რამოდენიმე დღის წინ ვნახე უკაცრავად ამ სიტყვასაც ვიტყვი და კუტუზე ხელი არ მოიკიდო და ესე არ იქნება ამისთვის გვაქვს ეს უნარი სუბლიმირების ხო რომ აქ არ მოვიქცეთ როგორც ცხოველი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენი მდგომარეობა რამით განსხვავდება იმ მდგომარეობისგან რომელიც იმ ცხოველებს თუნდაც აქვთ და იქ ის შენი არაცნობიერი მართლა უფრო ჭკვიანია და თუ შენი თანაგრძნობის მიზანი ის არის რომ ადამიანი საცოდავ მდგომარეობაში დატოვოს
და ხშირი შემთხვევაში ეს ესეა. შეიყვარე ისეთი როგორიც არის, რატო? ისეთი როგორიც არის, ის იტანჯება. რა არის ამაში კარგი? ხო? აი ამაზე არის ლაპარაკი. ხო? ტანჯვა კი არ უნდა მოაშორო ის. ტანჯვას უნდა მისცეს საშუალება, ტანჯვა რო არ ტკივილი რო არ არსებობდეს როგორც мотиваცია, ხო? აი ცხრიდან ერთ-ერთი ძირითადი რატო უნდა წახვიდე, წარმოიდგინე რომ გავარვარებულ ქვებზე ვზივართ ახლა მე და შენ რატო უნდა ადგე აქედან თუ არ გტკივა? ხო ეგრეა. ანუ აპრიორულად ცუდი რაღაც აი ეგ არის ჭეშმარიტების აი ამ არსებული ჭეშმარიტებების ორმაგი ბუნება ამის პრობლემა მაგიტო ვერ ვადგენთ ჩვენ ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ საიდანაც არ უნდა შეხედო ამას, ხო? ეს ყველა თვალსაზრისი ლეგიტიმურია, ეგრე გამოდის, ხო? რაც ევოლუციურად გადარჩა და დღემდე მოაღწია. შეიძლება იქ არსებობს ეგეთი მომენტი. არ ვიცი შენ გაგიგია თუ არა ამის შესახებ, მოკლედ ევოლუციური ფსიქოლოგიის წინააღმდეგ გამოიყენეს ეს ანტრევოლტი. იცი რა არის ანტრევოლტი? ანტრევოლტი არის, აი მე ვაშენებ თაღებიან დარბაზს რა. ანუ ჩემი არქიტექტურული მიზანი არის თაღი, მაგრამ თაღი რო გავაკეთე, იქ რჩება აი ეს თაღებს შორის სივრცე, აი ეს მომგვალებული, რომელიც ანტრევოლტია, რომელიც ჩემი მიზანი კი არ იყო რომ გაკეთებულიყო. ხო, მაგრამ აი ამ თაღმა თავისთავად წარმოქმნა. ანუ ეს სხვათა შორის ხსნის ევოლუცია როგორ წარმოქმნის ნეიტრალურ ფორმებს. ხო, რომლებიც არც სასარგებლოა, არც უსარგებლოა, უბრალოდ არსებობს. ანუ ეს არის რის გამოც აი ეს ანტრევოლტები რის გამოც ისეთი რაღაცებიც ხდება, რაც უბრალოდ მორჩა, ესე ვთქვათ, ხო, რაღაცა ამ პროცესმა გამოიწვია, ხო? ან მას დამოუკიდებელი თითქოს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როგორც კი ეს ანტრევოლტი ვთქვათ, თუ იქნება ძალიან მძიმე, რომლის გამოც თაღი ჩამოინგრევა, ხო? ის არსებობას მაინც ვერ გააგრძელებს, ანუ მაინც გამოდის ევოლუციური ფსიქოლოგიის აი ეს ძირითადი მტკიცება, რომ აბსოლუტურად წამგებიანი რამე ევოლუციის გზაზე არ შეიძლება არსებობდეს, ბოლომდე წამგებიანი რაღაცა არ შეიძლება არსებობდეს, ამ დონეზე სიმართლე გამოდის ეს. ანუ მაგალითად ცისფერი თვალი, რომელიც არ მისცა ადამიანს განსაკუთრებული უპირატესობა. და მისი წარმოშობის მუტაციური მიზეზი, არ ვიცი, ალბათ ჩრდილოეთია, ხო და ალბათ შესაბამისი ლანდშაფტის უკეთესად დანახვა, შავი თვალი ალბათ უფრო ჩრდილებს კარგად ხედავს. ამან წარმოშვა ისეთი მუტაციები, რომელმაც ნეიტრალური მუტაციები. ხო? ანუ პრაქტიკულად არაფერი არ შეცვალა ადამიანში. ნუ ახლა ზოგიერთისთვის სექსუალურობის კულტურის გათვალისწინებით რაღაცა შეიცვალა, ამას თავისი კულტურული, ასე ვთქვათ, კოდიფიცირება მივეცით, მაგრამ ობიექტურად არაფერი არ შეიცვალა. ხო, შეიძლება მერე მოხდეს ეს, ანუ შეიძლება თავიდანვე არ იყოს, ანუ შეიძლება რაღაცა თვისება როგორც ასეთი სიჩუმეში არსებობდეს, ანუ თავისთავად თვლემდეს დიდი ხნის განმავლობაში არც ევოლუციურ უპირატესობას წარმოადგენდეს, არც ევოლუციურ პრობლემას, ესე ვთქვათ, მაგრამ რაღაცა მომენტში შეიძლება დადგეს ისეთი რაღაცა, რომ აი ქალებს უფრო მოეწონათ ეს ლურჯი თვალები და მორჩა, ეს უკვე ევოლუციური უპირატესობა ხდება. ანუ რაღაცა თვისება, რომელიც ნეიტრალური თვისების სახით არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში, რაღაც მომენტში შეიძლება შეიძინოს ევოლუციური უპირატესობის. კი. მაგრამ ჩვენ ხო ეგენი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ევოლუციურად უპირატესობა კი არა წამგებიანია, მაგალითად ფარშავანგის კუდი. მაგრამ მეორე მხრივ აი ეგეთი რაღაცეები არ შეიძლება არსებობდეს, რომელიც უბრალოდ მხოლოდ წამგებიანია. აი ამას ამბობს ევოლუციური ფსიქოლოგია და ამაში ხო, ანუ ჩვენ შეგვიძლია ჭეშმარიტებების დადგენა ჩემი აზრით. აი იმ დონეზე, რა დონეზეც კეპლერი ლაპარაკობს ჭეშმარიტებაზე. როდესაც კეპლერი ამბობს, რომ შესაძლებელია თუ არა გეომეტრიის გარეშე სამყარო არსებობდეს. და ხდება, რომ არ შეიძლება რომ არსებობდეს. ანუ ღმერთს თუ უნდა სამყარო შექმნა, ის გეომეტრიის წესებს უნდა დაექვემდებაროს. და კეპლერი მივიდა ასტრონომიაში მორწმუნე კაცისგან, იშვა ესეთი ფრაზა, რომ ღმერთიც კი ექვემდებარება გეომეტრიას. ხო? აი ეს რაღაც დემიურგი წარმომქმნელი სული რაღაცა ხო ყველაფრის შემქმნელი ისიც კი იმიტომ რომ კანონზომიერებებს ღმერთი ვერ იგონებს ანუ ის უბრალოდ აი ხო ხდები უბრალოდ აი ამ არსებობების მიმართებებზე არის აქ ლაპარაკი და მაგიტო გონია მე რომ კარგი
matter არსებობს, მაგრამ what matters ისიც არსებობს. ანუ მატერია კი არსებობს, მაგრამ მოვლენებიც არსებობს, მიმართებები არსებობს ამ რეალობაში და ესეც ფუნდამენტური რეალობა. და ამ მიმართებებში არსებობს ტკივილი, რომელიც მერე წარმოშობს ბევრ სხვადასხვა რეაქციას, აგრესიის რეაქციას, პანიკის რეაქციის, აგრესიის რეაქცია არის ხო რაღაც რისხვამდე შეიძლება მივიდეს, პანიკის რეაქცია გაქცევამდე შეიძლება მივიდეს. ყოველ შემთხვევაში მე ამ კლასიფიკაციის მჯერა ადამიანური ეს არ არის მხოლოდ ადამიანური მოტივაცია, ცოცხალი ორგანიზმების მოტივაციებია ეს. და მე მგონია რომ ეს რაღაცეები აი ეს არქეტიპული სინამდვილეც ხო რა არის რომ ეს არ არის რაც ადამიანის გონებაში წარმოიქმნება. საერთოდ ფსიქოლოგიაში ფენომენოლოგიამ მიიყვანა ფსიქოლოგიური აზრი ესეთ კითხვამდე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა ჩემი აზრით. მე ვარ ის, რასაც აქვს ფსიქიკა თუ მე ვარ ფსიქიკაში? და ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს, უფრო ორივე სიმართლეა, ვიდრე მე კი ჩემი არსებობა კი წარმოქმნის კონტექსტს, არსებობა როგორც ასეთი. აი ეს უნივერსალურ არსებობაზე არის ლაპარაკი, არსებობა როგორც მოვლენა, როგორც რაღაცა. იმაში კი წარმოიქმნება კონტექსტები და კლასიფიკაციების შესაძლებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე ჩემი კონკრეტული არსებობა არის აი ამ დიდი არსებობის შიგნით, ანუ ჩემი კონკრეტული არსებობის კლასიფიცირება შეიძლება. აი ეს არის განსხვავება. აიზეკ აზიმოვს აქვს არაჩვეულებრივი ერთი მოთხრობა, რომელსაც ეწოდება უკანასკნელი შეკითხვა. სადაც მულტივაქს არ მეგონა თუ აზიმოვის რამე არ მქონდა წაკითხული. ხარა ნორმალურად მაგარი მოთხრობა, აუცილებლად წაიკითხე. მულტივაქს ეკითხებიან ესეთ კითხვას, შეიძლება თუ არა ენტროპიის უკან მოbrunება, იმიტომ რომ გაუჩნდა იქ თავიდან ორ მუშას ესეთი საუბარი, სადაც პირველად გააკეთეს სუპერკომპიუტერი, რომელიც ყველაფერი ესე გვაქვს, მაგრამ ეს ხო როდესღაც ამოიწურება. აი ეს რანო ამოიწურება, გვერდზე galaktikაში გადავართ, იქიც გადავართ. ისიც ხომ ამოიწურება, ანუ ყველაფერს ბოლოს სასრული ხო აქვს და შეეკითხებიან მულტივაქს სუპერკომპიუტერს და სუპერკომპიუტერი მხოლოდ ერთ პასუხს გამოსცემს. მონაცემები არ არის საკმარისი პასუხისათვის. და აიზეკ აზიმოვი აღწერს კაცობრიობის განვითარების ისტორიას ამ ჩვეულებრივი ასე ვთქვათ. პირველი დონის ცივილიზაციიდან რაღაცა მულტი რაღაცა ისეთ galaktikურ მეოთხე დონის ცივილიზაციამდე, სადაც ისევ იგივე კითხვას უსვამენ უკვე ზე რაღაცა ცნობიერ კომპიუტერს. და ისიც ბოლოსაც დააფიქსირებს. არ არის საკმარისი ინფორმაცია პასუხის გასაცემად. და ანთროპია შედგება. და როცა შედგება, თავდება მოთხრობა იმით და იყოს ნათელი. ანუ მოაგროვა ინფორმაცია ანთროპიის დასრულების შემდეგ, ანუ ფაქტის დადგომის შემდეგ. და შემდეგ თითქოს და ეს იგივე კომპიუტერი, სუპერკომპიუტერი, როგორც ღმერთი ისე იქნება, ის ქმნის ხელახლა სამყაროს. ეხლა ჩემი კითხვა რა შემდგომარეობს? ერთ მეცნიერულ თეორიას გავს სამყაროს დასასრულის შესახებ. არის თუ არა აუცილებელი რომ ჩვენ ყველა სუბიექტური ინტერპრეტაცია ჯერ გამოვცადოთ, რომ მივიდეთ ობიექტურ ინტერპრეტაციამდე. ეხლა რისი თქმა მინდა? ჩვენ კი მივედით აი ამ რაღაცა რეალობამდე, მაგრამ ერასაც ვამშნებ სულაც არ დაჭვიანებულა. ადამიანი მაგის მერეც, ხო? არა, ჩვენი სისულელის ყველა მახასიათებელს ადარებს ეს ხელოვნური ინტელექტის რომელიც ანუ ინსტრუმენტსაც ისე ვიყენებთ, როგორც ვაზროვნებ და ისიც ისე გვპასუხობს, როგორც იმებსაც ვაწვდით, ხო, პრომპტებს ვაწვდით. მაგრამ აი ჩვენი ანუ შემდეგი რაციონალიზაცია, ანუ ერთგვარი სპეკულაცია მომავალში. ჩვენი აზროვნების შემდეგი, ასე ვთქვათ, რაციონალიზაცია. თუ კი ეს ერთ დროს გოგიუსტ კონტმა თქვა, რომ ემპირიული ეტაპი არისო. ჩვენი შემდეგი, ასე ვთქვათ, აზროვნების რაღაცა ეტაპი. იქნება თუ არა დაკავშირებული
აი ამ სუბიექტური ინტერპრეტაციებით განცდილი მარცხით, ან ყველა ინფორმაციის შეგროვებით და რაღაცა ობიექტურ რეალობებზე შეთანხმებით. ანუ მივალ თუ არა ობიექტურ რეალობამდე და ობიექტური რეალობა იქნება თუ არა უკვე სხვანაირი კაცობრიობა. ანუ ეს უკვე იქნება რაღაცა სპეციალიზირებული რაღაცა რეალობა, ხო მგონი, სულ სხვა რეალობა. აი ეს არის თითქოს და მომავალის კაცობრიობის თუ სულ ასე დავშევით, როგორც სხვა დისტოპიურ სამყაროში, სადაც უბრალოდ ტექნოლოგიები იცვლება, მაგრამ კაპიტალიზმის ფორმა არ იცვლება და ყოველთვის არის წამგებული აუთსაიდერი ადამიანები. მოდი მაშინ ისევ ჰეგელთან დავბრუნდეთ, იმიტომ რომ აი ეს აბსოლუტური გონის რეალიზება როგორ ხდება ჰეგელისთვის გახსოვს, ან იბადება იქ სადღაც აღმოსავლეთში, ცნობიერება და თავიდან არის ბავშვურ მდგომარეობაში. თავიდან არის ძალიან დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, არსებობს ღმერთების ქვეშ, მოვლენების ქვეშ, რაღაც ყველაფერი საშიშია მისთვის. და იწყება მისი გზა დასავლეთისკენ. თუმცა შეიძლება ეს გაისცე წახის ხო თუ რაღაც ამას. ეს მოდის აქეთ. და სადღაც აქ კავკასიას აბერძნეთ ელინურ სამყაროში ხდება მისი შემოbrunება, ანუ სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება რა, სულ უფრო და უფრო თავისუფლდება ამ გარემოს დიქტატისგან, რომ შენ ამაში ხარ. და აღმოსავლეთის ფილოსოფიას მართლა აქვს ეს რაღაცა ეს მიდგომები, ხო, რომ რაღაცა შივას და იმის სიზმარი ხარ სინამდვილეში და მეტი არაფერი, ხო, რაღაცა და მაია ეს ყველაფერი და ეს შემდეგ. ანუ იქ რაღაცა ისეთ ძალებზე ალაპარაკი, რომელთა მიმართებაში ჩვენ საერთოდ არაფერს დაწარმოებთ. და ეს აი ამ განვითარების გზაზე სადღაც აი კავკასიაში ტრიალდება თითქოს რა რაღაცა ეს იანუსად რო წარმოვიდგინოთ ეს რო იანუს ხო აღმოსავლეთით მიმართული სახე ახალგაზრდა სახე აქვს და ეს ხო დასავლეთით ძელი ბებერი ხო იანუსი სადღაც აქ ტრიალდება ხო იმიტომ რომ აი ამ მართლმადიდებელი მღვდლის აი ეს რო წვერებიანი რაღაცა ისეთი და აქ უკვე სიბრძნის ხო არქეტიპუ აი ამ სახეს გავს ხო ბრძენის არქეტიპს როგორც ასეთი და ხდება აქედან გათავისუფლება და აბსოლუტური გათავისუფლება ეს არის გერმანული კლასიკური ფილოსოფია თვითონ ჰეგელის არის აბსოლუტური გონი როდესაც გონი მთლიანად თავისუფლდება ეხლა ფსიქოლოგიური აი ამ რაღაცა გარემოს იმიდან და იწყებს პირიქით თვითონ გარემოზე კონტროლის განხორციელებას მაგრამ ამას ხო ახლავს ახლა რაღაცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რო შეხედო ამას რაღაცა ფსიქოზის ის დაკრავს ხო როცა მე იმდენად ვწყდები რეალობას და იმდენად აზრებში თუ საკუთარ მოსაზრებებში როცა მე რაღაცას ვაკონსტრუირებ მაგრამ ვეღარ ვამიწებ მე ანუ აი ჩემი აზრები ვერ აგრძელებს არსებობას რეალობაში რაღაც აი ესეთ სურათს ქმნის თითქოს მე არ მგონია რომ ეგ რეალობა საერთოდ შესაძლებელია ანუ კი მიმართულება ამისკენ არსებობს და ეხლა სულელი არ იყო ის კაცი ნამდვილად იმასთან შედარებით მე და შენ შეიძლება საერთოდ არაფერს დაწარმოაგდეთ ხო აი ამ ეს არქიტექტონიკა რო შექმნა მაგრამ მე არ მგონია რომ ეს შესაძლებელია მე არ მგონია რომ აი ეს მემკვიდრეობითობა რომელიც აქვს სამყაროს რა რომ ჯერ რაღაცა მაინც ეს მატერიალური მე უკვე მეთერს მე უკვე ქიმია მე უკვე რაღაცა ეს რაც არსებობს რომ ეს მემკვიდრეობითობა დაძლევადია იმიტომ რომ თუ მატერიალურ დონეზე ხდება რაღაცა კოლაფსირება და მატერიალურ დონეზე წყვეტს ან სხვანაირი ხდება სამყარო ყველა დანარჩენ დონეზე ზემოქმედებს ეს იმიტომ რომ ჩვენ კი მგონია რომ რაღაცა კულტურულ პროგრამებში ვცხოვრობთ მაგრამ პროტოტიპების თეორია მაინც ევოლუციურ ფსიქოლოგია ზუსტად მაგიტომაც ვიყურს აი დეივიდ ბასის ერთ-ერთი ფუძემდებელია ხო ერთ-ერთი კი არა რეალურად ფუძემდებელი პროტოტიპების თეორია მოჩვენა რომ არ არსებობს არც ერთი კულტურული სტრატეგია რომლის წინაპრის პროტოტიპის მოძებნა არ შეიძლება ბუნებაში ანუ აი ეს სულ თავიდან რაც ვთქვი აი ეს ჩემი სუვერენული საზღვარი თავისთავად გულისხმობს თავის თავში ამ ტკივილს ამ საზღვრის დარღვევის და მეერე ყველა ანუ როგორც პოტენციალი ამაში უკვედევს არსებობაში უკვე დევს შესაძლებლობა ამის განვითარების და ამ პოტენციალების რეალიზების ხო
ისე არსებობს ეგ შესაძლებლობაც. უბრალოდ მიწევადია თუ არა, ხო, რომ რაღაცა ის აბსოლუტური გონი თავის თავში მანიფესტირებადი გონი არსებობდეს როგორც ასეთი რა. არ ვიცი, ხო რაღაც ანუ რაღაცა ის გამოვლენა მაინც აი დიზაინის მესამე საფეხური მაინც ხონდა კონდეს ანუ რაღაცნაირად სამყაროში მანიფესტირება ხონდა მოახერხოს ამან. ანუ მე მგონია რომ არ იქნება ეგეთი როგორც შენობება. ანუ რაღაცა შეიძლება ამისკენ მიახლოვებული და რაღაცა იყოს, მაგრამ ზოგადად მგონია რომ ეგ ფიზიკურად შეუძლებელია. იმ შეუძლებელია ვაგრძნობინოთ არსებობა ისეთ რაღაცას, რაც არ არსებობს, ხო, ანუ რაღაცა ისეთი რამე შევქმნათ ამ სამყაროში, რისი შესაძლებლობაც არ არის. შეუძლებელია. და თუ შესაძლებლობა არის, ეს რაღაცა უკვე როგორც პოტენციალი არსებობს. ანუ ის ვერ იქნება სამყაროსგან თვისობრივად განსხვავებული. ანუ ისიც იქნება თავის თავში დუალური. ხო? რაში გამოვლინდება ახლა ეს დუალურობა? სხვანაირად გამოვლინდება თუ არა? ალბათ კი, ხო, ზუსტად იგივე სურათს არ გაიმეორებს. შეიძლება სხვა დონის რეალობებს ხედავდეს, სხვა შეუსაბამობები გამოავლინოს, მაგრამ ჩვენს მექანიზმში ყოველთვის არის ეს განსხვავებულობის და კონფლიქტის რაღაცა. რა ვიცი, რეზიდუა ხო შეიძლება ეს თქვა. თვითონ არსებობა არის ეგეთი რაღაცა, როცა თუ მე საზღვარი მაქვს, ეს საზღვარი წარმოქმნის კონფლიქტს ჩემს სამყაროსთან. შესაბამისად ვერ შეთანხმდება ვერავინ რაღაცა ერთ კონკრეტულ, რა ვიცი მე რა შეხედა. თუმცა ამისი რაღაცა ობიექტური თუ არა და კაცობრიობის გამოცდილებიდან შეძენილი რაციონალური და ფორმალური მტკიცებები ხომ შემოვიტანეთ როგორც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხო? ნუ ისე ნიჩიანურად რო განვიხილოთ, ესეც რაღაცნაირად ისევ ქრისტიანული მორალის საერო ინტერპრეტაცია არის. მაგრამ ისევ საკაცობრიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ საკუთრების უფლება გაქვს და ამაში, ამ მტკიცებაში ეჭვის შეტანა, რომ არა გაქვს. ვიცით, რომ ეს არასწორი მსჯელობაა. ეს არის აგრესია უბრალოდ. ან სხვა ნებისმიერი უფლებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ადამიანის უფლებებში გაწერილი, ეს სისხლით დაწერილი დოკუმენტია, ყველაზე მეტად სისხლით დაწერილი დოკუმენტი, ანუ იმიტომ არის, რომ ამის დარღვევის აუარებელი ფაქტები გვაქვს და ამ ფაქტებმა უკან ნახა შესაბამის, ასე ვთქვათ, კოლეგიას, რომ აი ეს როგორც ფორმალური, ასე ვთქვათ, პრერეკვიზიტი მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოების არსებობდეს. ესე იგი, რაღაცა ფორმაზე შევთანხმდით, თუმცა ეს ფორმა ინტერპრეტაციის თვალსაზრისით ახლა დღეს, იმიტომ ვართ ჩვენ რაღაცა ძალიან არანორმალურ რეალობაში, რომ ყველაზე ობიექტური კაცობრიობის მიერ თითქოს და ნუ რა ვიცი, შეთანხმებული ჭეშმარიტებებიც გქონიათ, რომ რა ვიცი, ამასაც გადახედვა ჭირდება ევროპა ეს და რა ვიცი მე რა არის მე რა ყველა ადამიანი თანასწორი ვერ იქნება, იმიტომ რომ რა ვიცი ის ლგბტ-ა თუ რაღაც ასე შემდეგ. აი ეს მარაზმის სივრცე არსებობს. აი სუბიექტური განხილვის სივრცე. ჩვენ, აი ახლა თანამედროვე ჩვენს რეალობას რო დაუბრუნდეთ და რაღაცა გაგებით ამითი დავამრგვალოთ ჩვენი დისკუსია. მთელი ჩვენი პრობლემა ახლა არსებული რეალობის არის ის, რომ ირაციონალური და რაციონალური განაწილებულია იმის და მიხედვით ვის აქვს უპირატესობა? აი ძალაზეა. თუ ამ ძალაში დაძლია ობიექტურად ირაციონალურმა მტკიცებამ, ჩვენ დავრჩებით იმაზე, რომ ჩვენ დაჩაგულები ვართ, მაგრამ ამ ირაციონალურობის პრაქტიკულ გატარებას და პრაქტიკულ რეალიზაციას მოკლებულები ვიქნებით. და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რა ვიცი, ძალიან დიდ სიბრიყვეს, ხო? და ამ სიბრიყვის გაბათილების პრაქტიკული, ასე ვთქვათ, რეალობა და მექანიზმი არ გვექნება ჩვენ ხელში. აღმოჩნდებით, რა ვიცი, მე ტოტალიტარიზმში თუ რაღაცა ჭანდაბაში და ვიღაცა იქნება, მოიცა ეს ესეა, ხო?
და ესეა შენ უნდა ეკამოთო ახლა ისეთ ვიღაცას, რომელსაც, რა ვიცი, მე ვერაფერს ვერ შეაგნებინებ. ანუ ჩვენი პრობლემა რომ შევაჯეროთ. ეს არის გამარჯვებულების ინტერპრეტაცია რა არის მართალი და გამარჯვებულებმა შეიძლება გადაწყვიტოს რომ ეს არის მართალი. თუ ჩვენი სიმართლე, რომელიც აი ამ რეალობაში რაღაცნაირად მოკლებული ვართ ბევრ შესაძლებლობებს, ობიექტური არის და რატომ არის ობიექტური, ისეთ საინტერესო იქნება შენ მოხსნა. რატომ არის ჩვენი მხრიდან, ჩვენ რატომ ვართ უფრო ობიექტურ პოზიციაზე. ეს ობიექტურობა მხოლოდ მაშინ ამის შემდეგ გახდება ის ირაციონალური მსჯელობები, ირაციონალური მათთვისაც გასაგებენაზე, როცა ისინი დამარცხდებიან. აი ეს არის საინტერესო. არა, ჩემი აზრით შენ ამ მოსაზრებაში თქვი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. ეს ჭეშმარიტებები არის სისხლით მოტანილი. ხო. იგივე ნიჩეს რო დაუბრუნდეთ, ნიჩეს აქვს ესეთი ჩემი საყვარელი ფრაზა, ეს ჭეშმარიტება მტკიცდება სისხლით. გახსოვს? და აქაც გამოდის რომ რაღაც ამ დუალურ სპირალში შევედით, ანუ ეს ჭეშმარიტება მოbrunდა და იქცა სისულელეთ. ამ ჭეშმარიტება არის ადამიანის უფლებები, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს ეს უფლებები, ის აღარ იბრძვის ამ უფლებებისთვის, იმიტომ რომ მისთვის სიცოცხლის უფლება ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება ხდება. ანუ ის აღარ არის მზად ამისთვის სისხლი გაიყოს, ხო? ხა რა იდეაა ქრისტიანობის იდეა? შვილს წირავს, ხო ის? ეხლა ეს რამდენად გაწირვა, რამდენად არა, ამაზე შეიძლება სხვადასხვანაირად ვიქცევთ თეოლოგიურ დისკურსზე აღლაპარაკობ. ხო. მე აღლაპარაკობ სხერბლის რელიგიურ ფუნქციაზე, ხო? ანუ სხერბლით მტკიცდება ჭეშმარიტება. ხო? რამდენად დიდ რაღაცას შევწირავ მე ჩემს მომავალს. ხვარი მყავს რა სახში. ხო? თუ ქათამს ეს მიანიშნებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ის რაღაცა მოხდეს. ხო, რამდენად დიდ მსხვერპლს გავიღებ მე ამისთვის. და აი ამ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობა, სადაც ეს უფლებები რეალიზებულია. მე ნაკლებად მაინც. იმას აღარ უნდა უკვე სისხლის გარება ამისთვის. ხვდები? და გამოდის, რომ მაგიტომაც ცივილური მუდმივად ამარცხებს ცივილიზაციას. კი. მართლაც გვაქვს ჩვენ აქ. ოდნავ ჩრდილოეთით ხო? ეხლა რომის იმპერიას გადახედე ვინ, ხო? ანუ როგორ ხდება დორიელების მოსვლა კრეტა-მიკენის კულტურაში, ნებისმიერი რაღაცა. ანუ სიველური ყოველთვის უფრო ძლიერია, იმიტომ რომ იმას არ აქვს სისხლის გარების პრობლემა, იმას არ აქვს, რაც თავისთავად თითქოს უფრო ირაციონალურია, არაცივილიზებულია, არადაკვირვებული. აი ეს არის დუალურობა სამყაროში. იმას არ აქვს პრობლემა, რომ თავისი სიმართლე სისხლით დაამტკიცოს. ხვდები? და ამას აქვს. და ამით სარგებლობენ ზუსტად ესენი. და კი ხო გამარჯვებულების როდესაც ჩვენ დავკარგავთ ამ უფლებებს, მათ მოსაპოვებლად შეიძლება ისევ დაიღვაროს სისხლი, მაგრამ სანამ ხარ შენ ამ უფლებაში, სანამ შენ ამით სარგებლობ, იმიტომ რაც არ უნდა ელაპარაკო, მაინც გამოდის რომ ადაპტაციური ადამიანის ბუნება, ადაპტურია რა. ანუ შენ ხარ ადაპტურად მისაღებ გარემოში, შენ არ გამოიგონებ შენთვის რაღაცას მსხვერპლის იმას რა. ანუ ეს იდეალი, რაზეც ჯონ ლენონი მღეროდა, nothing to kill or die for, ხო, ანუ არაფერი როცა არ არსებობს რამე ისეთი რისთვისაც შეიძლება მოკლა ან მოკვდე, ხო? აი ამ მდგომარეობაში როგორც კი აღწევ, შენი სიკეთე, შენი აი ეს რაღაცა არამონსტრობა თუ რაღაცა. ამიტომ აქვს, მაგალითად ქრისტიანობაში ყველაზე გაუგებარი იდეა რა არის? და ხშირი კრიტიკის საფუძველი. ისეთი ორდენები, რომლებიც თავის თავს უწოდებდნენ ქრისტეს მარცხენა ხელს. ხო? იმიტომ რომ იმას ჭირდება ესეთი რამე რა. ის გენიალური პერსონაჟია ვან ჰელსინგი. ანუ ჭირდება სიმართლეს თუ სიკეთეს, ხო? ჭირდება ესეთი იარაღი. დიდი კანონდოსელები ჭირდება ამ სამყაროს. ხო ხდები? რომლებიც თავის სისხლსაც გაიყენებენ და სხვის სისხლსაც გაიყენებენ. ხდები? თუ გინდა ამის დაცვა, თუ ეს მართლა მნიშვნელოვანია შენთვის, მაგრამ შენ როცა ეს უკვე გაქვს,
ხო? შენ ამისთვის ბრძოლის უნარი აღარ გაქვს. აი ესეთი უცნაური პარადოქსული გამოდის სამყარო თავისთავად და კი ჩვენ გვაქვს სურვილი რომ ესეთი არ იყოს. ხო და ეს სურვილი თავისთავად რაღაცას მიანიშნებს, რა თქმა უნდა. როგორც დოსტოევსკი ამბობს, რომ დოსტოევსკი ამბობს ეს რაღაც დოსტოევსკი თვითონ თეოლოგიური დროებით ხო ყველაზე მოწმენე მოაზროვნეა და ლიტერატორი. მაგრამ აი რაღაცა ქრისტიანული იმითრობები ხა პავლე წერს ხო თუ არ ვცდები რომაელების ხო თუ ქრისტე არ მომკვდარა და არ აღბსდგარა ფუჭია ჩემი რწმენა და ჩემი ლოცვა ანუ ქრისტიანობაში ეს დოგმატურ იმად არის ისა რომ შენ ქრისტეს არსებობის მისი სიკვდილისაც უნდა გჯეროდეს და იმისიც უნდა გჯეროდეს რომ ფიზიკურად აღდგა ან ფიზიკურად სიკვდილიდან გამოვიდა ამის თუ არ გჯერა აზრი არა აქვს მაშინ ამას მაგრამ დოსტოევსკი ხანახი როგორ კითხვას სვამს დოსტოევსკი ამბობს ძალიან საინტერესო რაღაცას ქრისტე რომც არ არსებულიყო კი ანუ უკვე არ არის ქრისტიანი დოსტოევსკი ხო ეგრე გამოდის აი ამ თეოლოგიური გადმოსახედიდან მე მაინც ვიქნებოდი მის მხარეს იმიტომ რომ თავისთავად ის ფაქტი რომ კაცობრიობამ წარმოქმნა ეგეთი იდეა ხო მოფიქრებულია აი მოიფიქრა ესეთი რაღაცა მიანიშნებს იმაზე რომ ესეთი რამე შესაძლებელია მოთხოვნილება მიანიშნებს ამას ხო ხვდები ხო ეს ძალიან ღრმა კი ისე ხო ანუ ჩვენ კი გვინდა რომ აქამდე მივიდეთ და თვითონ ეს გვინდა შეიძლება რაღაც ამის შესაძლებლობას უჩვენებდეს როცა შენ უკვე აღარ გჭირდება ანუ ძალიან ლამაზია უბრალოდ ეს ოცნება რომ არ გინდოდეს ამის განხორციელება აი ფუკუიამას მაგალითად უკანასკნელი ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანის სამყარო ომების შესახებ ხო გარეშე ხო უკანასკნელი ადამიანი იმას განაცხადებს რომ ადამიანები ანუ სამყარო იარსებებს ომების გარეშე იმიტომ რომ თუ ყველგან ლიბერალური დემოკრატია იმარჯვებს და ლიბერალური დემოკრატიები ერთმანეთს არ ებრძვიან შეიარაღებულ კონფლიქტში არ შედიან ჩვენ შევდივართ ისტორიის საერთოდ ახალ ეტაპზე სადაც ეს აგრესია საჭირო აღარ არის მაგრამ აი აქ მგონია რომ ზუსტად ეს არის რომ აი შენი ჭრილი მართლა თუ შენ აგრესია როგორც უნარი არ აქვს როგორც მოტივაცია გეხსნება მაშინ რა შეუძლია შენი სუვერენიტეტის დაცვა ჩვენ შეიძლება გვინდა ესეთ თავი წარმოვიდგინოთ რომ მე ვარ ეხლა რაღაცა ეს გასაბერი დათუნია რომელიც ისეთი კარგი ვარ რომ ჩემი თავი ვიღაცას რო ესროლო მაინც ვერაფერს ვერ დაუშავებ რა აი ეგეთი თუ ხარ მაშინ რატო არ უნდა ვისარგებლო შენი ამ სიკეთით ხო აი მაგალითად ეს ფუკუიამას მაგალითი რომელსაც მე აკრიტიკებენ აი ნახე არ არის სამყარო არ შობილა ესეთი რომელშიც ომები არ არის მე მაინც ძალიან საინტერესო ჰიპოთეზა და თეორიად მიმაჩნია იმიტომ რომ ის ფაქტი რომ ლიბერალური სახელმწიფოები ერთმანეთში არ ომობენ ესეც ემპირიული ფაქტია ანუ ჩვენ ხედავთ ევროკავშირს და ევროპას რომ ომების ტრადიცია აქვს ხადესე არ გამოდის ხა გვაქვს ჩვენ რა ვიცი ინგლისის არგენტინის ომი მაგალითად ხო მაგრამ ევროკავშირში ანუ ევროპის შიგნით ჩვენ არა გვაქვს ომები რა გაუგებრობები და კონფლიქტები რამდენიც გენებოს მაგრამ მათ ომები არ აქვს ანუ აქ არ იგულისხმება მაინც კონფლიქტი არ იქნება აქ იგულისხმება აი ის რაღაცა არ მოახერხებთ ამის სუბლიმირებას უკვე კულტურულ დონეზე მაგას ანუ როგორ ჭადრაკში ვახერხებთ დიახ და თავისთავად ამ ფაქტმა ლიბერალურმა სამყარომ დემოკრატიული მშვიდობის თეორიას სწორედ იგივე სამტკიცებს ხო ერთგვარად გამოყო ანუ სტანდარტი და დევიაცია ანუ შეიძლება მომავალში კი იყოს ასე ვთქვათ სხვადასხვანაირი ფორმაცია რა ვიცი პოლიტიკური სისტემების თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ფორმა როგორიც არის მე ვირჩევ ხელისუფლებას ფორმა როგორიც არის დიალოგი ფორმა როგორიც არის საჯაროობა ეს უკვე რაღაცა ჭეშმარიტებაზე შეთანხმება და თუ კი იქნება სხვა ნებისმიერი ეს კი არ ნიშნავს იმას რომ ფუკუიამას პროგნოზი არ გამართლდა სხვა დანარჩენი დევიაცია და ეს არსებული რუსეთი, ჩინეთი თუ ასე შემდეგ ესენი ყველა დევიაციის ფორმაა და არა ამ პროგნოზის მცდარობა მე ესე მესმის მაინც ისევ ჭეშმარიტებაზე მსჯელობის კონტექსტში თუ კი ვიაზრებთ აი ამ საინტერესო თეორიას ხო მაგრამ მე მგონია რომ მან აი ეს ჰეგელის მოდელი უფრო მუშაობს რომ წინააღმდეგობები, ლოკალური წინააღმდეგობები იხსნება უფრო დიდი წინააღმდეგობის გამოჩენის გზით. რეალურად ეხლა ჩვენ ხო არ შეგვიძლია
მტკიცება იმის, რომ ფეოდალურ სამყაროში არსებული ეს კუთხურობის და ფეოდალურობის კონფლიქტები აღარ არსებობს. ანუ რომ აღარ არსებობს დაძაბულობა, ვთქვათ, საქართველოს მაგალითს რო არ შევეხოთ. მაგალითად გერმანიაში რამდენი არის სულ შვაბებსა და იმებს შორის ხო რაღაცა თუნდაც ავსტრიელებს შორის ხო რაღაცა ან გერმანიას და ავსტრიას შორის ან ჟენევასა და ციურიხის შორის ხო არსებობს. კი. ეს განა ეს რეალობა გაქრა. მოხდები? განა რეალობის ეს დონე არსებობს წვეთს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვქნით უკვე ეროვნულ სახელმწიფოებს იქ კონფლიქტი ხდება უფრო მნიშვნელოვანი სხვა დონეზე. ეროვნული კონფლიქტები ხდება იქ უფრო მნიშვნელოვანი და შიდა კონფლიქტები თითქოს წყდება. უბრალოდ მათი ტემპერატურა იკლებს. მაგრამ ეს არ ხდება არასოდეს. შეიძლება ამის მოbrunება. რასაც რუსეთი მუდმივად გვიკეთებს ჩვენ. ხო, ცდილობდა ეს რაღაც მეგრული საკითხის, აფხაზური საკითხის, ყოველს ამებზე მანიპულაციას. ეხლა თუ ისაც დაშორება ცოტა მეტი იყო და ასე შემდეგ და ამისთვის შესაძლებლობა მაგალითად რაც ოსეთის და აფხაზეთის მაგალითად გამოვიდა, აჭარაში არ გამოვიდა, მაგალითად კი იყო იქაც ავტონომია, მაგრამ ხო რაღაც ანუ თვითონ ენობრივი სხვაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი ფაქტორი იყო, რომლებიც ისეთი არ იყო. ეხლა აფხაზეთში მართლა რა ვიცი იმ ცხოვრები ქართველებიც ძირითადად რუსულად ლაპარაკობდნენ, ხო, რაღაცა. სამეთყველო მენა, ხო, რაღაცა იყო. და კი არსებობდა ეს და ისინი მუდმივად ცდილობენ ყველა დონეზე წინააღმდეგობის მუდმივად მეგრული სეპარატიზმის თემის წამოწევას, რაღაცებს მუდმივად ამაზე პედალირებას. იმიტომ რომ ეს არ მოიხსნება არასოდეს. მაგრამ ეს იხსნება, როდესაც ჩვენ გვიჩნდება გარე საგარეო მტერი, ხო? ნუ დაახლოებით იგივე როგორც ეხლა იყო აზერბაიჯან სომხეთის კონფლიქტი რა, მაგრამ ეხლა ისინი როდესაც ერთიანი გამოწვევის წინაშე დგანან, ეს კონფლიქტი განა გაქრა. განა სომხებს და აზერბაიჯანელებს ერთმანეთისგან პრეტენზიები დაუმთავრდათ ამ ყველაფერს. მაგრამ სხვა დონეზე ხდება უკვე აი ამ რაღაცის მიმართვა, ხო? მერე ჩნდება ეროვნულობის ფაზა რომ მთავრდება, ხო? რაღაცა კი არ მთავრდება, არამედ გადაიზრდება, როდესაც უკვე ბლოკები იქმნება. ხო? იქ უკვე იწყება იდეოლოგიური დაპირისპირება კომუნისტური ბანაკი ბლოკი ხო იქ რაღაცა ლიბერალური დემოკრატიული ბლოკი ესა ხო რაღაცა ეგ დაპირისპირება და ეს ქმნის სხვაობა ანუ ეს ქმნის იმას რომ ეროვნული კონფლიქტები ისეთ მნიშვნელოვანი აღარ არის შიგნით ევროპაში ხო მაგრამ როგორც კი ეს უფრო მაღალი დონის წინააღმდეგობა გაქრება, უფრო მომდევნო მაღალი დონე რაშვაში. მომდევნო საფეხურის როგორც ეგელი ამბობს რა. აი ამ წინააღმდეგობაში თითქოს ეს რაღაც დაპირისპირებული რაღაცები ახერხებენ გაერთიანებას რა. მე არ მგონია რომ ეგეთი რაღაცა შესაძლებელია რომ მთლიანად მოიხსნას ეს. იმიტომ რომ წინააღმდეგობრივი სულ იქნება. იქნება და მაგაში პრობლემა არ არის. ხო, მაგრამ მე მგონია რომ რაღაც სხვა რაღაცა უნდა მოხდეს მაგის. მაგალითად კაცობრიობას გაუჩნდეს მტერი. ხო, რაღაც ეგ სხვა. ხო, აი სად ახერხებენ ეს სახელმწიფოები თანამშრომლობას. მედიცინის სფეროში სადაც კაცობრიობას ყავს მტერი, რაღაცა ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთთან, როდესაც კორონავირუსი დაგვემუქრა რა. ამ დონეზე თანამშრომლობის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ როდესაც ვდგებით ჩვენ ისეთი დაპირისპირების წინაშე, რომელსაც არ აინტერესებს ახლა ჩემი მეგრელობა და შენი იმერლობა ან რაღაც ეგეთი, ხო? იქ რა თქმა უნდა ხო, იქ ერთიანდებით და ამ დონეზე ერთიანდებით. ხო, ეს კონფლიქტია, იმანენტური რამ არის, რაც უნდა გქონდეს. ანუ ჯგუფებში სულ არის კონფლიქტი და კონფლიქტის გარეშეც ის აი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს სუბიექტური ინტერპრეტაციები რეალობების და ამ ინტერპრეტაციების ერთმანეთში შეჯიბრი ინტერპრეტაციებში ისე ძალაუფლებისთვის ბრძოლა მე ეს სულ იქნება ჩვენი არსებული რეალობა ეს კოცი ნაცი რაღაცა სიბრტყეში გაყოფილი საზოგადოება აი ამ საზოგადოებაში ეხლა ვარ ძალიან ისე დაძაბულობის ფორმაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ
თუ კი ეს დაძაბულობის ფორმა მაშინ როდესაც სინამდვილეში კოცებიდანაც ყოფილი ნაცები ხდებიან ძალიან ჩვეულებრივად კოცები და ყოფილი კოცები ხდებიან ძალიან ჩვეულებრივად ანუ მათ შორის ეს დაძაბულობა არ არსებობს ჩვენ ვეცეთ ეგ კი მაგრამ აი წმინდა დისკურსების დონეზე წმინდა აი პოლიტიკური რეალობის ინტერპრეტაციის კულტურის დონეზე და ეს რაღაცა კულტურული იდენტობა და ასე შემდეგ გახდება აბსოლუტურად ცხადი ყველაფერი დაერქმევა თავის სახელი როგორც კი აი ამ კონფლიქტს ეღირსება რეზოლუცია. რა თქმა უნდა. აი როგორც კი ამ კონფლიქტში პირობითად წარმოვიდგინოთ რომ ქართულ მოსახლეობამ დაკარგა ძალაუფლება ის ადამიანები რომლებიც დღეს დარწმუნებულები არიან რომ აბსოლუტურად ობიექტურ პოზიციაზე დგანან ხვალ აღმოჩნდებიან ვიცი აქამდე რას ფიქრობთ ხო რა ვიცი რასაკეთებს ახლა კაცნე ქართული საზოგადოების ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში მე ნაცი კი არა ვარ და რაღაც აი ეს ფრაზა რო არსებობს თავისთავად მე იქნება მე კოცი კი არა ვარ კაცო არასოდეს მაგათთვის ანუ ეს არის როგორ გითხრა ეს არის ზუსტად ჩვენის манипуლირების აი რაღაცა იმ ძველ დონეზე რაღაცების დაბრუნების ანუ რეალურად ეს პარადიგმა არაფერთან განსხვავდება ზვიადისტის შევარდნაძისთვის იმიდან აი ამ ყველაზე დაბალ წერტილში ცდილობენ რომ დააბრუნონ აი ეს რაღაც საზოგადოებრივი დისკურსი და ამაში არც უნდა ჩავყვეთ ჩემი აზრით ჩვენი პრობლემა ზუსტად ის არის რომ ძალიან არ მიყვარს ამას ლაპარაკი იმიტომ რომ მგონია რომ ძალას უძენთ ამას რა ანუ ჩვენი მიზანი უნდა იყოს თვისობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას რაღაცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციებზე ლაპარაკი და რაღაცები და არა ის რომ შენ როგორ ხედავ ამას და ხვდები და ეს არ გააკრობს არავითარ შემთხვევაში კონფლიქტს რომელზეც ჩვენ საუბრობთ ანუ აქ ხო სულ სხვა ტიპის დაპირისპირებებიც არის ანუ სამყაროს აქმაში არის დაპირისპირებები ანუ კონსერვატიული იდეა ზოგიერთი ფობიები და ბიოლოგია ეს ჩვენი ანუ ბიოლოგია აკეთებს ამას ხო თუ ადამიანი არის კეთილსინდისიერებისგან დიდი ხუთეულის კეთილსინდისიერება არის მისი გამოკვეთილი თვისება ის კონსერვატორი იქნება ეს ხო დადგენილია თუ ადამიანის ძირითადი თვისება არის ღიაობა ის ლიბერალი იქნება ესეც დადგენილია ანუ ეს მაინც იქნება მაგრამ პოლიტიკური ცვლადების ინტერპრეტაციაში აბსოლუტურად შეიცვლება ინტერპრეტაციის კონკრეტული ხასიათი ანუ აი ახლა ჩვენი დისკუსიის აი კონკრეტული ინსტრუმენტი რო გამოვიყენოთ ახლა იმიტომ აქვს ამ რეალობებს აი ესეთი რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციები რომ ეს არის გამარჯვებულების შეჯიბრი ანუ მეორე მხარე რახან ხელისუფლებაშია და ფლობს გარკვეულ რესურსებს და ამ რესურსების გამო ძალიან რაღაცა გავლენა საზოგადოებაზე არსებობს ისეთი ინტერპრეტაციას რომელშიც დასავლეთი არის ჩვენი მტერი არსებობს ისეთი ინტერპრეტაციას რომ რუსეთი მე რა მოხდა ალბათ რაღაცა ჩვენ შეგვეშალა და ასე შემდეგ ანუ ამ რეალობებს იმიტომ აქვს არსებობის საშუალება რომ ისევ გამარჯვებულების უპირატესობა წაართვის რესურსი მომენტალურად დადის დისკურსი წმინდა ლოგიკური შეფასების კატეგორიაზე. როგორც კი დავა ლოგიკური შეფასების კატეგორიაზე, რომელსაც არ აქვს ეს ძალაუფლების რესურსული, ასე ვთქვათ, გავლენა, ლოგიკური შეფასების კატეგორიაში ყველა ეს მტკიცება, ეს გლობალური ომის პარტია და ეს უცებ გახდება საზოგადოებაში სისულელე. რა თქმა უნდა. მომენტალურად. ძებოდანა. მართალი ხარ აბსოლუტურად გეთანხმები ამაში, იმიტომ რომ ეს არ არის იმ კატეგორიის ზუსტად აი ის შენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, იქ რაც დასვი რომ სუბიექტურ დონეზე შესაძლებელია თუ არა ჭეშმარიტება, ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ეს ჭეშმარიტება ეს რაციონალიზაციაა და არა რაციონალურობა. ხდები, ანუ ამას რაღაცა საფუძველი არ არის. არა აქვს. გარდა ვიღაცის კონკრეტული ინტერესებისა, რომ უფრო დაბალ დონეზე დაწიოს ეს კონკრეტი ტრამპი რასაც აკეთებს, მაგალითად. შვენივრად თან არსებობდნენ აი ამ წინააღმდეგობაში ამერიკაში ეს ორი სისტემა, დემოკრატების და რესპუბლიკელების. და ესეთი პედალირებული. ამ განსხვავებაზე ესეთი დაპირისპირებული აი ეს ორი ბანაკი რასთანაც ტრამპმა მიიყვანა, არასოდეს არ ყოფილა. ანუ ჩარლი კირკი მოკლეს და პირდაპირ იმან მოკლა, იმათმა მოკლეს, გამოიყვანეს ჯგუფი მთელი დანაშავე, შემდეგ კი რეალობა აბსოლუტურად. ანუ აბსოლუტურად ზიზღისენის ეს ხდება რისთვის რეალურად სამოვლო ჯამში რას უწყობს ხელს. იმ იდეების დევალვირება, სადაც ეს წინააღმდეგობა იხსნება. ხო? თუ ამერიკა იმაზე ფიქრობს, რომ უნდა განვახორციელო თუ არა მე
გლობალური პროგრამა დემოკრატიის დაცვის ამის რაღაცა ცივილიზებული სამყაროს ფლაგმანობის და ასე შემდეგ აქ როგორ განმახორციელოში ისეთივე ძლიერი კონფლიქტი ვერ იქნება, მაგრამ შენ დამნაშავე ხარ ამას რო აკეთებ და ამ დონეზე რომ მიდის ეს ამ ზიზღისენის დონეზე როცა ჩამოდის, ხო? ან როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ ეს დავაახლოვოთ მაქსიმალურად დავამიწოთ და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებამდე დავიყვანოთ, ხო? რომ რაღაცა აი შენს მაცივარში სიცარიელე იმიტომ არის რომ ეს დემოკრატები ეს მართავდნენ რა მაცივარ რა სიცარიელეზე ამერიკაში მაცივრის სიცარიელეზე ლაპარაკი რა და ამას გისმენს დანარჩენი სოფლიო სადაც მართლა არსებობენ სახელმწიფოები სადაც საკვების პრობლემა არსებობს, ხო? და რა ვიცი მილიონობით ადამიანს ტრამპიზმი აი დარწმუნებული ვარ გავადრო ეხლა არა იმიტომ რომ ეხლა ზუსტად იგივე რეალობა ძალაუფლება რაღაც დონეზეც დააპროვოცირეს, ხო? სამწუხაროდ აი ეს როგორ გითხრა აი ეს აი ამ დისკურსის გაღვიძება ისე ხო მთლად ბოლომდე ტრამპსაც ვერ დააბრალებ რა უბრალოდ ტრამპმა ამაში მოუგო ხო იმიტომ რომ მას არა აქვს ეხლა თუ ამ თამაში ვთამაშობთ მაშინ მე არა მაქვს შემაკავებლები და ისეთებს ვიტყვი რომ შენ არც მოგაფიქრდება ხო მაგრამ დროის გავლენის მერე აუცილებლად ისე რომ ჩამოიშლება ეს ისა და ლოგიკის შემოწმების ინსტრუმენტზე რო შედგება მთელი ეს ეპოქა, აი იგივე მდგომარეობაში აღარ დაბრუნდება ირაკლი, არასოდეს. იმიტომ რომ მაინც ამ მოვლენებს გავლენა ხო იქ რაღაცა უფრო ახალი რამე უნდა წარმოიქმნას, მე მგონი, ვიდრე იმაში დაბრუნდება. აბსოლუტურად. ჩვენი მოლოდინი აი ეგ არის არასწორი, რომ ჩვენ ვფიქრობთ დაუბრუნდეთ იმას, რაც მუშაობდა. კი, ხო, მივედით რაღაცა ფიზიკურად რაღაცა თითქოს იქამდე, რომ გამსახურდიას ხელისუფლება რო დაემხო, შევარდნაძე მოვიდა. მაგრამ იგივე შევარდნაძე იყო, ის შევარდნაძე რაც იყო 80-იან წლებში, იგივე ადამიანი კი იყო, მაგრამ იგივე შევარდნაძე არ იყო, ანუ იგივე პროცესში ჩვენ არ დაბრუნდება, არასოდეს არ ხდება ეს იგივე პროცესში დაბრუნება რა. რაღაცები კი წააგავს, მაგრამ აი ამ როგორ გითხრა რა, ეს მე მგონია, რომ რეალურად ხდება ესეთი რაღაცა, ისევ ჩვენს ჭეშმარიტების საკითხს, იმიტომ რომ ის თემა უფრო ახლობელია ჩემთვის იქ რო დაუბრუნდეთ, რომ აი დაახლოებით ოშო წერს თუ არ ვცდები რა. ამაზე რომ ისო მიჩვენეო რა ეს ჭეშმარიტების შემეცნების გზაო და არ არსებობს რაღაც ესეთი გზაო რა ერთი სიტყვით ხარიო და მედიტაციას რო დაწერს მე რო გადაშლის მე რო დიდი ასოებით დაწერს მე რო გადაშლის გახსოვს ეგ ისა ანუ როგორც კი შენ ამ ჭეშმარიტების დამიწებას იწყებ ხო აი დაზაინის როდესაც ეს განხორციელებას იწყებს ის მისი პირველადობა იკარგება მაინც იმიტომ რომ იქ უკვე ჩნდება უამრავი ჭეშმარიტებები ქვე კატეგორიები რომლებიც მუდმივად გაცილებს ამისგან ხო ამიტომ არის მაგალითად ეგზისტენციალურ ფსიქოთერაპიაში იალომი ესე წერს რომ მეთოდი ეგზისტენციალური მოცემულობების შეცნობის არის სიმშვიდე ხო ბუდიზმს გავს მართლა ხო რაღაცა სიჩუმის ღრმა სიჩუმის მდგომარეობა და რატო ეს იმიტომ რომ სადაც მე ამას ვწყდები სადაც აი ამ ყოველდღიურობის კაკაფონიას რომლითაც ის მნიშვნელობა რომ ბალახი თავის იზრდება და ის თავის არსებობაში რომ ისე თავის უბრალოდ არსებობაში ჩემგან არაფრით არ განსხვავდება და მე რომ ისგან არაფრით არ განსხვავდება აი ეს არსებობის უბრალოდობაში ზოგჩენში ყოფნის ხო აი ზოგჩენი ხო ბუდიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა სადაც ზოგჩენი არის ისეთი ჭეშმარიტება აი 20 მეტრიდან ლომის ბრდღვინვა რო გესმის ეხლა შენი გარგცალია იმის დასადგენად ეხლა რომ რამდენად ნამდვილია ეს და მართლა სწორად მე ანუ როდესაც ჭეშმარიტ როდესაც აი ეს სიმართლე აი ეს არსებობა რაღაცის ყოფნა რაღაცის აი ამ წუთას არსებობა იმდენად ყოვლის მომცველი ხდება რომ რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა მე და შენ ხო ეს შესაძლებელია მხოლოდ იმის გამო რომ მე და შენ ვარსებობთ ხო აი ამ დონეზე არის ეს ჭეშმარიტი მაგრამ როგორც კი ჩვენ ამას ვამიწებთ და ვცდილობთ რომ ეს დავაფორმულიროთ აი ამ დაფორმულირებაში ვკარგავთ ზუსტად ამ ჭეშმარიტებას აი ეს მგონია მე სიმართლეობით რა ამიტომ განა ამის ჭეშმარიტების წვდომა, განცდა და გაგება არ შეიძლება ჩვენ მუდმივად ამაში ვართ, იმიტომ რომ მუდმივად მაინც ამაში ვართ, მაგრამ როგორც კი ამის გამოთქმას ვიწყებთ, ჩვენ ამას ვშორდებით. აი ეს მგონია სიმართლე. კი ბატონო, საინტერესო პარადოქსია. მე მგონი ძალიან საინტერესო
დისკუსია გქონდა. მეც ეგრე მგონია. მიყვარს ხოლმე შენთან საუბარი ზუსტად ამიტომ რომ ჩემთანაც. დიდი მადლობა. მეგობრებო, ეს გახდათ გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი, სტუმარი რომან აფაქიძე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.